გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 4 შაბათი და რა თქმა უნდა დაგიბრუნდით პოდკასტ არეადან. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გულის ჯანმრთელობაზე. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემაა და არა მხოლოდ რაღაც კონკრეტულ ასაკს აინტერესებს ეს, არამედ ყველა ასაკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და მე მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი. დღეს ჩემი სტუმარი არის დავით მალიძე. ბევრისთვის დარწმუნებული ვარ, ძალიან საყვარელი ექიმი, საოცარი პროფესიონალი, ექიმი, კარდიოლოგი და პროფესორი. და იმისთვის რომ კარგად გვესმოდეს რა დონის პროფესიონალთან მაქვს ახლა შეხება და პატივი რომ ჩავწერო ინტერვიუ, გეტყვით რომ მის სახელთან არის დაკავშირებული პუბლიკაციები არითმიების, გულის უეჩარი გაჩერების, ელექტროფიზიოლოგიის, არასტაბილური სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, გულისცემის ცვალებადობის, არტერიული ჰიპერტენზიის პრობლემის, გულის უკმარისობის და პერსპექტიული დაკვირვების შესახებ. გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ დრო დამიჯმეთ და დღეს ხართ ჩემთან ერთად. სანამ კითხვით გადმოვალ, ვიტყვი რომ ამ ეპიზოდის წარმომდგენი არის PSP და კონკრეტულად მიკროლაიფი. აქ არის წარმოდგენილი მიკროლაიფის ნახევრად ავტომატური წნევის საზომი აპარატი, რომელიც შექმნილია მარტივი და ზუსტი არტერიული წნევის მონიტორინგისთვის. იგი აერთიანებს მაღალი სიზუსტის საზომ მექანიზმს, პულსის არითმიის აღმოჩენის ტექნოლოგიას და მარტივ ერთღილაკიან მართვას, რომ იგი შევამოწმოთ და ვაკონტროლოთ ჩვენი წნევა. კი ბატონო, და შეგიძლიათ შეიძინოთ ეს კონკრეტული წნევის აპარატი, ესე ვთქვათ, მიკროლაიფის PSP-ს აფთიაქებში. დავიწყოთ საუბარი. ჩვენ სანამ კამერები ჩაერთვება და მე ვახსენე, რომ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად გამიგია, რომ ადამიანი გარდაიცვალა უეცრად გულის პრობლემით, რაღაც ახალგაზრდებში უკვე წნევის თემები ძალიან აქტუალური არის და ეს თემა არ არის, ვთქვათ, რაღაცა უფრო დიდი ასაკის ადამიანებისთვის, ხო? უკვე ჩვეულებრივად გონია, რომ ყველას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა გქონდეს. და ჩვენ დავიწყებთ საუბარს არტერიული ჰიპერტენზიით. პირველ რიგში ავხსნათ რას ნიშნავს და რა არის არტერიული ჰიპერტენზია. დიდი სიამოვნებით მივესალმებით ჩემს მსმენელებს. რა თქმა უნდა, არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ჯანმრთელობაში და დღეს მთელ მსოფლიოში. თქვენ წარმოიდგინეთ, არტერიული ჰიპერტენზიით სოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემები წელიწადში იღუპება 7 მილიონამდე ადამიანი. ეს უფრო მეტია ვიდრე ტრანსპორტი დაღუპულები, ომში დაღუპულები და სხვა დაავადებებით დაღუპულები. ამიტომ როგორც მთელ სოფლიოში, ისე საქართველოში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰიპერტენზიის შესწავლას და ჰიპერტენზიის მკურნალობას. ხა აგიხსნათ რა არის არტერიული ჰიპერტენზია, ალბათ თქვენ გაგიზომიათ ეს წნევა, თქვენ დედას, მამას და გესმით ციფრები 120, 130, მომატებულია, წნევამ დაარტყა. ეს პირველი ციფრი 130, 120, ეს არის სისტოლური წნევა. ეს სისტოლური წნევა წარმოიშვება გულის შეკუმშვის დროს და იზომება აორტაში. ხოლო მეორე, როდესაც გული მოდუნდება, აი ეს წნევა მაინც რჩება რაღაცა, ეს არის დიასტოლური, ნორმაში ეს არის 80, 120-90 ითვლება ეს ნორმალური წნევა. კოსმონავტის წნევას კოსმონავტის წნევა არის 120-80. რა თქმა უნდა, თვითონ ამ წნევის ნორმალურობაზე ბევრი დებატები მიმდინარეობს როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში და დღესდღეობით მაინც საბოლოოდ არ არიან შეთანხმებული, რომელი არის ეს ნორმალური წნევა, ან ის წნევა, რომლის შედეგად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ჰიპერტენზია. პირველად, ესე იგი, ამერიკელებმა მიუთითეს, რომ 100-ზე მეტი წნევა უკვე წნევაა. ანუ 130 ჩათვალეს უკვე ჰიპერტენზიად. ჯერ ევროპელები ამას არ დაეთანხმდნენ, ისინი როგორც თვლიდნენ, რომ არტერიული წნევა არის 140-ზე მეტი, 140-90-ზე. მაგრამ შემდეგ თანდათანობით უფრო უახლოვდებიან ამერიკელების მიერ მოცემულ ციფრებს. ამჟამად ევროპაში მიღებულია 2
კლასიფიკაცია, ერთი 2023 წლის ევროპის საზოგადოების კლასიფიკაცია და მეორე ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების 2024 წლის კლასიფიკაცია. ნუ აქ ჯერჯერობით 120-დან 130-მდე არ არის მიჩნეული ჰიპერტენზია, თუმცა 120-დან 130-მდე ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ მიჩნეულია მომატებულ წნევად. ანუ ასე იგი ჩვენ რო ვთქვათ, ეს ჩვენ ყავდა საქართველოს ჰიპერტენზიის პიონერი მიხაილ წინამძღვრიშვილი, რომელიც თავის გამოკვლევებში მიანიშნებდა პრეჰიპერტენზიაზე. ესე იგი ეს იყო ზუსტად 130-დან 140-მდე და ის ამბობდა, რომ ამის უგულვებყოფა არ შეიძლება, იმიტომ ამ პერიოდში ხდება იმ ძირითადი მექანიზმების ჩამოყალიბება, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება ჰიპერტენზიით. ამიტომ აქაც ჩვენ უნდა ჩავატაროთ პროფილაქტიკური ქმედებები და რაც მთავარია, უნდა დავაკვირდეთ, რომ არ გაგვექცეს ეს წნევა. კონტროლი ეს კონტროლი. მოვიყვანოთ, ხო, მაგ დროს. ისე რომ ჯერჯერობით ევროპაში ესე იგი ასეთი მიღებული არის 120-დან 130-მდე ეს არის მომატებული წნევა, 120-ზე ქვემოთ არამომატებული წნევა. აქაც მაინც არის მინიშნება, რომ ეს 120 წნევაც არ არის, ასე რომ ვთქვათ, წნევა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. მაგრამ 140-დან 140-90-ზე უკვე ყველა კლასიფიკაციაში მიღებული არის ჰიპერტენზიად, დიახ. და აი ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ 120-იც არ არის ის, რომ უზრუნველყოს, ესე ვთქვათ, რაღაცა გულის ჯანმრთელობა, ხო, ესე რომ ვთქვათ, ბჭყალებში. რას ნიშნავს, აი რა უნდა უზრუნველყოს, ხო? აი უფრო რო ჩავშალოთ, რო გავშალოთ ეს თემა რა. აი რა არის ის, ვთქვათ 130 რო არის, რა ხდება მაშინ ჩვენს ორგანიზმში, ან 140 რო არის, რა ხდება ორგანიზმში. აი დან მარტივად რო ხო ხდებით, აი მეც ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ესმის და შეიძლება ბევრი არის ეგეთი. ხო, ეს რა თქმა უნდა უფრო მეცნიერული საკითხია, იმიტომ იყო ერთი კვლევა, სადაც ჩაატარეს ცდები და თვითონ დაასკვნეს, რომ რაც უფრო დაბალია წნევა, უფრო მეტია სიცოცხლის ხანგრძლივობა. მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის ასახული თვითონ კლასიფიკაციაში და წნევა თითლება 140, 90-ზე მეტი. თუმცა გააჩნია ციფრები, მარტო ეს ციფრები არ არის, მკურნალობის სასაწყეტად საჭიროა ვიცოდეთ თუ რა რისკ ფაქტორები გააჩნია პაციენტს. თუ პაციენტს აქვს წნევა 120-დან 130-მდე, ჩვენ უყურებთ მის რისკ ფაქტორებს. არსებობს ესეთი რისკ ფაქტორების გამოსათვლელი ფორმულა, რომელსაც SCORE 2 ქვია, და ეს გვაძლევს ჩვენ 10 წლიან რისკს. თუ ეს 10 წლიანი რისკი აღემატება 10%-ს, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუწყოთ მკურნალობა, თუნდაც პაციენტს ჰქონდეს 130 არტერიული წნევა, 130 მილიმეტრზე. გარდა ამისა, ჩვენ პაციენტს ამ წნევაზე უწყებთ მკურნალობას, თუ მას აწუხებს თირკმლის დაავადებები, ასევე დიაბეტი. ხოლო 140-ზე მეტი წნევის დროს ჩვენ რა თქმა უნდა ვიწყებთ მის მკურნალობას. მაგრამ ეს მკურნალობა მაინც და მაინც არ არის აუცილებელი, რომ მედიკამენტებით დავიწყოთ. პირველ რიგში ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება პაციენტს შეცვალოს მისი ყოველდღიური ცხოვრების წესი. რადგანაც ცხოვრების წესს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება არტერიული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბებაში. რას გულისხმობ ახლა ამ არტერიული ცხოვრების წესის შეცვლაში? პირველ რიგში ეს არის მარილის მოხმარება, რადგანაც მარილი, როგორც იცით, შედგება ნატრიუმისაგან და სითხში მოხვედრილი ნატრიუმი იწვევს სითხის მიზიდვას, ხოლო სითხე იწვევს წნევის მომატებას. წნევა ძირითადად განპირობებულია სისხლში მოთავსებული სისხლის რაოდენობით და იმ
ესე იგი სტრესით, რომელიც განავითარებს სიზარღვი იმ დაჭიმულობით. რა თქმა უნდა, წნევა უფრო მეტი, რაც უფრო მეტია დაჭიმულობთ, რაც უფრო მეტი სითხე არის მოთავსებული სიზარღვში. ამიტომ თუ სითხე მეტია, ეს განაპირობებს მის მეტ არტერიულ ციფრებს. მეორე, ეს არის რა თქმა უნდა თამბაქოს მოხმარება. ასევე და უმოქმედო ცხოვრების წესი. ადამიანი, როდესაც არ მოძრაობს, სამსახურიდან მოდის, ტელევიზორს ჩართავს, უყურებს, აუცილებელი არის კვირაში 150 წუთი მაინც რომ ვიმოძრაოთ. ეს შეგვიძლია ჩვენ გავანაწილოთ სხვადასხვა დღეების მიხედვით, დღეში მაგალითად 30 წუთი, ასეთი 5 დღის განმავლობაში, მაგრამ ეს უნდა იყოს გულის ამაჩქარებელი, რომ იგრძნოს ორგანიზმმა, რომ ადამიანი მოძრაობს. ეხლა მაქვს საშუალება რომ დავსვი ესეთი კითხვა და აუცილებლად უნდა გკითხოთ, სანამ გადავალ რაღაც დიაგნოზის დასმაზე და ასე შემდეგ. ახსენეთ ახლა თქვენ თამბაქო და სიგარეტის მოწევა. რომ შეგიძლიათ აგვიხსნათ ზუსტად რა შვება გულისთვის, რატომ არის ესეთი ცუდი? რომ გვესმოდეს კარგად, რომ აი რა მიმდინარეობს გულთან მიმართებით, როდესაც თამბაქოს ვეწევით. დიახ. არტერიული წნევის გამოსავალში მთავარი არ არის ციფრები. ცუდ გამოსავალში მე რას გულისხმობ, ეს არის ინსულტის განვითარება, მიოკარდიუმის ინფარქტი, თირკმლების დაზიანება, ანუ სამიზნე ორგანოების დაზიანება. გამოწვეული არის ძირითადად არტერიული მდგომარეობით. მე რას გულისხმობ? ესე იგი, ეს წნევა მხოლოდ არ არის მაგალითად აორტაში ან თვითონ იმ ხრის არტერიაზე, სადაც ჩვენ ვზომავთ. ის გადადის მთელ ორგანიზმში. მთელი ორგანიზმი არის დაჭიმული, თითოეული სიზარღვი არის დაჭიმული და თქვენ იცით, რომ ჩვენი ცხოვრება ძირითადად დამოკიდებულია ჟანგბადზე და ჟანგბადის მიწოდებაზე. შევიწროებული სიზარღვების ფონზე, რა თქმა უნდა, ჟანგბადის მიწოდებაც გაძნელებულია და ეს ხელს უშლის ნათლად აზროვნებას, ავითარებს სხვადასხვა დაავადებებს. ამიტომ სიგარეტი, თქვენ იცით, რომ არის მაპროვოცირებელი სიზარღვების შევიწროების. გარდა იმისა, რომ მათ მექანიკურად აღიზიანებს ბრონხებს და იწვევს სხვადასხვა სახის სიმსივნურ დაავადებას, მისი პირველი რაც მოქმედებს არტერიულ წნევაზე, ეს არის მისი რეფლექსიის გამო სიზარღვების შევიწროება. აი ეს არის მთავარი, რაც იწვევს ცუდ გამოსავლებს არტერიული ჰიპერტენზიის ციფრების გაზრდით. ამიტომ ყველას ურჩევ, რომ ეს სიგარეტი გაანებოს, რა თქმა უნდა, ყველანი ამბობენ, რომ ხვალვე გაანებენ, მაგრამ ეს არც ისე ადვილია და ხშირად განაგრძობენ ხოლმე, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ხოლმე ასეთი გმირობის ჩადენა. კი, და რამე დაკვირვება თუ არსებობს, არ ვიცი, ხა შეიძლება ისეთ კითხოს, რომ ვეიპები და ესეთ ახალი რაღაცები, რაც არის შემოსული ბაზარზე სიგარეტის გარდა, რომელიც შეიძლება ახალია და ჯერჯერობით არ არის მაგ ხელა დაკვირვება, იგივე ეფექტი აქვს თუ არა, რაც თქვა თამბაქოს აქვს გულთან მიმართებით, თუ იცით. მოგახსენეთ ახლა ვაიპებზე, ანუ ელექტრონულ სიგარეტებზე, აი მე გითხარით, რომ თვითონ აი ეს მექანიკური ეს ნაწილაკები იმდენად ჰიპერტენზიაზე არ მოქმედებს, რამდენად იწვევს ფილტვისა და ბრონხების სიმსივნეს. მაგრამ მეორე რას გითხარით, რომ ეს იწვევს თვითონ სიზარღვების დაჭიმულობას, სტრესს, შევიწროებას, ეს არის რეფლექსური და თვითონ ეს პაციენტი, როდესაც ეწევა ამ ელექტრონულ სიგარეტს, ეს რეფლექსი მაინც ვითარდება, ის სიზარღვები მაინც ვიწროვდება, ამიტომ აზრი არ აქვს. ცოტა ხანში ეს იჩვევა და იგივე ცუდი ეფექტები აქვს, როგორც ნამდვილ თამბაქოს. ამიტომ მე ურჩევ მათაც, რომ გაანებონ ეს მოწევა და ისე მთლიანად გადააგდონ ეს რაღაცა თავი ფსიქოლოგიური ძალისხმევის დაძლევით. კი, სხვათა შორის ერთხელ შემხვდა ეგეთი ვიდეო სოციალურ ქსელში და გულის ექიმების, კარდიოლოგების ვიდეო იყო, რაღაცა დიდი კონფერენცია და უცხოელების და კითხვა იყო, რომ ერთი რაღაც, რაც გულის ჯანმრთელობისთვის არის ყველაზე საზიანო რა და ერთი 20 კაცის კომენტარი იყო და 20-მ თქვა თამბაქო. სრულიად ვეთანხმები, შეგვიძლია შედარება გავაკეთოთ ალკოჰოლთან. შედარებაც არ შეიძლება, იმიტომ თვითონ ახლა გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღებაც რა თქმა უნდა იგივე ცუდი შედეგებით მთავრდება, რაც თამბაქოს წევა, მაგრამ ცოტა რაოდენობით მიღება მისი დასაშვებია, თუმცა ბოლო დროის მონაცემებით არის
თვითონ ცდები ჩატარებული საერთოდ არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც მომხრე ვარ, რომ ცოტა რაოდენობის ალკოჰოლი ეს რელიგიურადაც მიღებულია განსაკუთრებით ჩვენთან აუცილებელი არის, იმიტომ რომ ცოტა რაოდენობით იწვევს სიძარღვების გაფართოებას, რომელსაც არ მოყვება უკუ ანუ მისი შევიწროება. ხო, დიდი რაოდენობით მიღებისას პირველ ხანებში ძალიან კარგია, რომ გაფართოებული ადამიანი ძალიან კარგ ხასიათზეა, ყველა არხი გახსნე, მაგრამ მეორე დღეს საოცრად ვიწროვდება და რა თქმა უნდა, მე როგორც გითხარით, ეს უშლის ხელს ჟანგბადის მიწოდებას და სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების განვითარებას. აქვე ისევ ერთი კითხვა გამიშთა, ეხლა თქვენ რო თქვით, რომ ცოტა რაოდენობას, აი ექიმის გადმოსახედიდან რას ეძახით ცოტა რაოდენობას ალკოჰოლს? აქაც რა თქმა უნდა სიფრთხილით არის ეს სათქმელი პაციენტთან, და ჩვენთან საქართველოში ეს ცოტა არ იციან. ცოტა ზოგი 1 ლიტრია, ზოგი რა ვიცი ახლა. ძალიან ესეთი ცოტა მაგალითად ჩემთვის არის 1 ჭიქა, 200 გრამი. საერთოდ მიღებული არის სტანდარტული ამას უძახიან ესე იგი ერთ მიღებას, ასე რომ ვთქვათ, ეს ერთი მიღება არის 1 ჭიქა ღვინო 200 გრამიანი 40%-იანი არაყი ან ვისკი, დაახლოებით 50 მილილიტრი, 1 კათხა ლუდი და ასეთი ერთეული შეუძლია პაციენტს მიიღოს კვირაში 14 ერთეული. მამაკაცებმა, ხოლო ქალებმა ეს 7-მდე არის დაცული. ანუ პირობითად 2 ჭიქა დღეში. კი ბატონო. ხო, ეგრე გამოდის. კი ბატონო, მაგრამ ეხლა მოდი და ქართულ ადამიანს ვუთხარი, აი ეს ერთეული მიიღე და გაუზომე ესენი ყველაფერი რა თქმა უნდა. კი ბატონო. მაგრამ ბოლო ხანებში მაინც ვატყობ, რომ ეს დალევა შემცირებულია, მე მახსოვს ადრე როგორ იყოს ეს მიღებული იყო აუცილებლად 3-4 ლიტრა, 5 ლიტრა შეჯიბრებები იყო და მიხარია რომ ეს დრო წავიდა და ამჟამად ეხლა ეს შედარებით დაბალანსებულია, რაც შეეხება მიღებას, მაგრამ აი თამბაქოს ამბები კვლავ რჩება დიდ პრობლემად. კი. და საქართველოში ახლა გეტყვით, ესე იგი ჩატარებული არის ესეთი სტარტი იყო ასეთი კვლევა და ძალიან მაღალი პროცენტი არის ჰიპერტენზიის. ეს პრევალენტობა დაახლოებით 36% იყო. ეს ნიშნავს 100 კაციდან 36-ს გააჩნია არტერიული ჰიპერტენზია. ამათგან 38% მამაკაცი, 30% ქალბატონები. ეს ძალიან დიდი პროცენტია. რა არის გამომწვევი ამისი? ჩვენ როდესაც გითხარ არის ეს სკორ რისკი, იქ ერთ-ერთი შემადგენელი არის ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ეს ადამიანები და საქართველო არის მოხვედრილი დიდი რისკის ქვეშ. ანუ როდესაც ამ ვადგენთ ჩვენ ამ ვითვლით, აი უბრალოდ საქართველოს რომ მივთვლით, უკვე ეს პროცენტი ისე ვარდება მაღლა, რომ ძალიან რთულია. ეს თვითონ რისკ ფაქტორის გამოწვეულია ჩვენი ცხოვრების ყოფით. ევროპის წამყვან ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ეს დაბალია, ინგლისი, შვეიცარია, სკანდინავიის ქვეყნები. ჰაერით, სტრესით. არა მარტო ჰაერით, აი თვითონ მოუწესრიგებელი ცხოვრებით, სტრესით, ეს თვითონ კვების რეჟიმით და კვების ხარისხით. ჰაერის დაბინძურებით. ჩვენ ხო არ ვიცით აი თვითონ რომ გავდივართ თვითონ ჟანგბადის შემცველობა როგორია ეს ცენტრალურ მაგისტრალებზე. გამონაბოლქვი, რა თქმა უნდა, ესენი ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე. რაც არ უნდა ეცადოს, ხო, შეიძლება ზოგმა თქვას, რომ აი მე მაგალითად კი სულ დიდი რისკების ქვეყანაში კი ვარ, მაგრამ მოდი მე ისე ვიცხოვრებ, რომ აი ყველაფერს დავიცავ, მაგრამ მაინც არ გამოვა, იმიტომ რომ იქ დაბინძურებული ხარ, აი რა უნდა ისუნთქოს, ხო? აი სტრესი იგივე თვითონ რაღაცა აი საქმეზე რომ მიდიხარ, 1000 გვარი წინააღმდეგობები ხდება, რომელიც იწვევს სტრესს და საბოლოო ჯამში აი ამ სიძარღვების შევიწროებას. ესეთი კითხვა მექნება, როგორ ხდება თვითონ საბოლოო დიაგნოზის დასმა? ანუ რაღაც არის ესეთი, რომ აი მაღალწნევას, ესე ვიტყვი ჩვეულებრივ ენაზე, ესე ვთქვათ, უნდა ვატარებდე რაღაც პერიოდის განმავლობაში, აი მაგალითად 1 წელი უნდა მქონდეს პირობითად 130 ან 140 და მაშინ ვსვავთ დიაგნოზს, რომ უკვე ამის მატარებელი ვარ, თუ აი როგორ კი ბატონო, ძალიან საინტერესო შეკითხვაა. არტერიული ჰიპერტენზიას უწოდებენ ჩუნკვლელს.
რადგანაც ის დიდი ხნის რაოდენობაში შეიძლება ადამიანს ჰქონდეს სრულიად კლინიკური გამოვლინებების გარეშე. მაგრამ არის ხოლმე რაღაცა მომენტი, რომელიც ბიზ-სუბიზ, ეს არის ან თავის ტკივილია, ან თვალებში დაბნელება, ან არითმია. არის მიდის არც იცის. იმიტომ რომ ჩვენთან, თუ ექიმი არ დაუნიშნა, ისე წნევას არ იზომავენ და არიან ადამიანები უკვე 50 წლამდე, 60 წლამდე გაზომილი არა აქვთ. წნევის ატარებდა რო არიციან, დიახ. თუ მაგალითად ეხლა მოხდა ეს თერაპევტთან ან კარდიოლოგთან, რა თქმა უნდა, უსინჯავს არტერიულ წნევას და თუ აღმოჩნდა, რომ ის მომატებულია, ანუ მეტი არის 140-90-ზე, აქ უკვე ეჭვიჩდება, რომ ამ პაციენტს ხომ არა აქვს არტერიული ჰიპერტენზია, როგორც დაავადება. მაგრამ ეს პირველი გასინჯვა არ ნიშნავს, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ ეს უკვე ერთხელ გქონდა და всё, ჩვენ მივაწეროთ. საჭიროა მისი განმეორებითი 1-2 კვირის განმავლობაში კიდევ გაზომვა და თუ ის დადასტურდა, მაშინ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტს აქვს არტერიული ჰიპერტენზია როგორც დაავადება. გარდა ამ ესე იგი ოფისში გაზომილი წნევისა არსებობს უფრო მარტივი ხერხი დადგენა, ეს არის ამბულატორიული წნევა. ანუ პაციენტს ეკიდება აპარატი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ავტომატურად ყოველ ნახევარ საათში ან 1 საათში ზომავს ამ აპარატით იგი დადის სახლში, ზომავს როგორც დღის, ისევე ღამის წნევებს, გამოყვას საშუალო და ამის შედეგად ჩვენ ვშიფრავთ და ნახულობთ მის შედეგებს. თუ ამ დროს საშუალო წნევა მეტია 135-85-ზე, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პაციენტს უკვე დავწეროთ დიაგნოზი, რომ პაციენტს აქვს არტერიული ჰიპერტენზია. არის მეორე მეთოდი, ახლა ჩვენთან ყველას არ აქვს ეს აპარატი, იშვიათი არის კლინიკები, სადაც ეს აქვთ. მეორე მეთოდი არის სახლში გაზომილი წნევები. სახლში გაზომილი წნევები ჩვენ ინსტრუქცია უნდა მივცეთ, ესე იგი ნათელი ინსტრუქცია პაციენტს, უნდა დავავალოთ მას 1 კვირის განმავლობაში, ყოველ დღე. დღეში 2 ჯერ, დილას და საღამოს გაიზომოს წნევა. თან 2 ჯერ ან 3 ჯერ. თუ 3 ჯერ იზომოს, ჩვენ ვიღებთ ბოლო 2 გაზომვის საშუალო მონაცემებს. და ამ შემთხვევაში თუ ეს საშუალო წნევა იქნება მეტი 135-85-ზე, ასევე ჩვენ შეგვიძლია უკვე აღარ დაველოდოთ მეორე მესამე კვირას და დავსვათ არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი. გარდა ესე იგი თვითონ დადგენის არტერიული ჰიპერტენზიისა, ეს როგორც გითხარით, ამბულატორიული აპარატი ძალიან კარგი არის და დიაგნოზს სვამს ეგრეთ წოდებული თეთრი ხალათის ჰიპერტენზიის და დამალული ჰიპერტენზიის დროს. მოგახსენებთ ახლა რა არის ეს? არიან პაციენტები, როდესაც არ აქვს სახლში წნევა, მაგრამ მოხდებიან თუ რა ექიმთან, ეს თეთრი ხალათი ახლა გუშინაც იყო ჩემთან პაციენტი, თეთრი ხალათი არ მეცვა, მაგრამ 180-მდე აუვიდა რა წნევა. როდესაც მეუღლე მითხრა 130-ზე მეტი არ ქონდა ხოლმე, რა 180 ქონდა, იმიტომ რომ შეშინებული იყო რა. ნერვიულობის, ხო, არ არის ახლა მე მაგალითად ჩემთან თუ რა ექიმთან საერთოდ მისვლისას უწევს წნევა. ამიტომ ჩვენ თუ ამ ამბულატორიულ აპარატს დავკიდავთ, ჩვენ უკვე გვეცოდინება მისი ნამდვილი წნევა. ასევე, როდესაც სახლში იქნება, ექიმი არ იქნება და მოგწევს ნამდვილ მონაცემებს. ასევე ეს არის დაფარული წნევა, ეს არის პირიქით. როდესაც პაციენტი ექიმთან არის, არ ვიცი რაღაცას გრძნობს დაცვას თუ რა, მაშინ არ აქვს წნევა, მაგრამ სახლში როგორც კი მივა, მას წნევა ეწევა. ეს რა თქმა უნდა უფრო ცუდია ვიდრე თეთრი ხალათის ჰიპერტენზია. ამ დროს ჩვენ უნდა დაუნიშნოთ აუცილებლად მედიკამენტი, ხოლო თეთრი ხალათის ჰიპერტენზიის დროს ჩვენ კიდევ გვაქვს დრო დავაცადოთ, რომ ჩაუტაროთ, თქვათ, დარიგებები, ცხოვრების წესის შეცვლა და ამის შემდეგ დავნიშნოთ მედიკამენტი. ეხლა თქვენ ახსენეთ, ჩუმკურელს ეძახიანონ და რაღაცა სიმპტომები ჩამოთვალეთ, რაც არის დაკავშირებული. აი ეგ რო გავშალოთ უკეთესად და ვთქვათ, რა სიმპტომები არის, როდესაც ჰიპერტენზია არის ადამიანს აქვს და რას გვძნობს და ნუ ვერ ხვდება, არ იცის რა, იმიტომ რომ
მართლა წნევა არასდროს არ გაუზომია, ან შეიძლება ის თავის ტკივილი სულ აწუხებს მთელი ცხოვრება და დალევს გამოყუშებას და გონია რომ აი გაუარა და მორჩა რა. იმდენად რამდენადაც ექიმთან არ მიდის. თქვენ ახსენეთ ასევე თვალებში დაბნელება და ეგეც ძალიან საინტერესოა, აი რომ დიახ, ხო თავის ტკივილი ხა არ არის პირდაპირ ასე რომ ვთქვათ, აი თავის ტკივილი შეიძლება იყოს წნევის დაწევამაც გამოიწვიოს. ჩემთან ძალიან ბევრი პაციენტები მოსულან, აი თავი ტკივა და ექიმო მე წნევის წამალი დავლიე. და რომ ნახავთ, წნევა არის დაცემული. იმიტომ რომ თავის ტკივილი არის როგორც შევიწროებული სიზარღვების, ის ძალიან გაფართოებული სიზარღვე, იმიტომ რომ ჟანგბადი არც იმ შემთხვევაში არ ყოფნის, იმიტომ რომ წნევა ეცემა. ხო, რა თქმა უნდა, ეს თავის ტკივილი ნიშნულოვანი, მაგრამ არა ერთადერთი ნიშანია არტერიული ჰიპერტენზიის. გარდა ამისა არის აი თვალებში დაბნელება და აზროვნების გაფანტო, ასე რომ ვთქვათ რა. აი პაციენტს რაღაც ხო, აი პაციენტს რო კითხვა ასის ფარგლებში გაბრალება, ვერ გიპასუხე. რატო ხდება? იმიტომ რომ როდესაც ვიწროვდება სიზარღვები, იქ პაციენტი ვეღარ აზროვნებს, იმიტომ რომ სისხლის ნაკადი ვერ შედის, ჟანგბადი ვერ შედის და აი ეს კოგნიტიური ფუნქციები ეცემა, დაბლა ეცემა. ასევე შეიძლება იყოს არითმია, განვითარდეს არითმია. იმიტომ ეს თვითონ როდესაც გული იძაბება, იქ ირთვება სხვადასხვა მექანიზმები და ეს ერთ-ერთი გულის ფრიალი დამახასიათებელი ნიშანი არის. გარდა ამისა შეიძლება იყოს გულისრევის შეგრძნება, იმიტომ ეს მოქმედებს შესაბამის ვაგუსის ცენტრებზე და შეიძლება გულისრევის შეგრძნება და პირღებინების გრძნობა გამოიწვიოს. რა ვიცი, სხვადასხვა ძალიან ისეთი იშვიათიც ყველას ვერ ჩამოვთვლით ეხლა. ხო, რა თქმა უნდა. თვალებში დაბნელებაც რო ხსენეთ, ეგეც დაბალ წნევაზეც ხო იცის. რა თქმა უნდა. ორივე შემთხვევაში აქ ეფექტი, იმიტომ რომ როგორც მოგიყევით, მე ვარ დაბალწნევიანი და მე მაქვს ხოლმე ეგეთი მომენტი, რომ აი უცებ თვალებში. იცით, როდის სწრაფა, ეხა დარწმუნებული რომ ბევრი ადამიანი ვინც გვისმენს, ეგ ექნება. სწრაფად ადგომის დროს უცებ თვალებში ეგ სპეციფიკური დაავადება არის, ჰიპოტენზია ვითარდება ამ ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ქვია მაგ შემთხვევაში, ვერ ასწრებს თვითონ სიზარღვე მომზადებას, რჩება დაუჭიმავი, ასე რომ ვთქვათ, და ამიტომ ასეთ პიროვნებებს ურჩევთ, რომ ნელა წამოდგნენ. ნელა თორე ესე ანუ დაავადება არის ეგ რეალურად? ეს დაავადება არ არის, უბრალოდ მდგომარეობაა თქვენ იცით, რომ სიზარღვე იტოტება ნერვული სისტემა, პერიფერიული ნერვი, რომელიც განაპირობებს მასზე ტონუსს. რა თქმა უნდა, მწოლარე მდგომარეობაში ეს ტონუსი დაკლებული არის და უცებ რო დგებით, ვერ ასწრებს ადაპტირებას, რომ ჩაირთოს ეს სტატუსი და მოიჭიმოს ეს სიძარღვე რა ამ შემთხვევაში. თქვენ რო ნელა წარმოდგეთ, არაფერი არ მოხდება, მაგრამ აი სწრაფად იმაში მეც გქონია ეს შემთხვევები. მოусმენარი ადამიანი რო ხარ, მაგ დროს ძალიან რთულია რომ ნელა ადგე და უცებ რო დგები და მქონია რომ ვაიმე ვეღარ ხედავ და მე უცებ დაბრუნებ. ეს არის ორთოსტატიკური, თუ ეს 20%-ზე მეტად დაეცა, შეგვიძლია უკვე დავსვათ დიაგნოზი, რომ ეს არის ორთოსტატიკური ჰიპოტენზია. ძალიან საინტერესო. შეიცადეთ სხვა დროს ნელა ავდგე ხო? კი ბატონო. ესე იგი, ჩემი შემდეგი კითხვა არის კონკრეტულად რომელ ორგანოებს აზიანებს უკონტროლოდ მაღალი წნევა? თუ გვაქვს ესეთი რაღაც. კი, რა თქმა უნდა, ეს შესწავლილია მეცნიერების მიმართ. პირველი ამ სამიზნე ორგანოებს უწოდებენ და პირველი იგივე გული შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიოს ინფარქტი. შემდეგ ეს არის თავის ტვინი, რა თქმა უნდა, თავის ტვინს აზიანებს, შეიძლება გამოიწვიოს ყველაზე რთული გართულება, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ინსულტი. ინსულტი შეიძლება ვითარდეს ორი გზით. ერთი რომ ძალიან მაღალი წნევა და უბრალოდ გახეთქოს თავის ტვინის სიზარღვე და მეორე ისე შეავიწროოს ეს სიზარღვე, რომ იქ განვითარდეს თრომბი, რა მნიშვნელობაა, სისხლი აღარ წავა და იქ ვითარდება ინფარქტი, თავის ტვინის ინფარქტი. გარდა ამისა, ის აზიანებს თირკმელებს, თირკმლის არტერიებს აზიანებს და მეოთხე, რაც ყველაზე მეტად, ეს არის თვალის ბადურას და შეიძლება გამოიწვიოს თვალის ბადურის ჩამოცვნა. თუ მით უმეტეს პაციენტს დიაბეტიც აქვს, ეს არის სიბრმავის გამოწვევის ყველაზე დიდი მიზეზი. ვაიმე, ეს პირველად გავიგე რა. როცა შიშია. რა თქმა უნდა, ეხლა შეიძლება არაფერი არ, მაგრამ აშკარად
ესე იგი ქვეითდება ადამიანის შემეცნებითი მდგომარეობა, აზროვნება უჭირს, კონცენტრაცია უჭირს კონცენტრაციის განვითარებას. და როგორც თქვით, ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ქვეყანაში, ხო, ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, კი, და შესაბამისად ამ რისკ ფაქტორებში ხარ რაც ჩამოთვალეთ, რაც შეიძლება რომ დაზიანდეს, ყველა ეს ადამიანი ამის ბრჭყალებში საფრთხის ქვეშ დგას, ხო? საფრთხის ქვეშ დგას და ამიტომ საჭირო მკურნალობა. მე ვამბობ, რომ ეს შეიძლება უკონტროლო ჰიპერტენზიის დროს, რომელიც ჩვენთან ძალიან დიდია და ეხლა მიდის სპეციალური პროგრამები, რომ მოსახლეობის უმეტესობას, ვისაც ჰიპერტენზია გაკონტროლებული კონდეს, ეს არტერიული წნევა 27 წლამდე არის ესეთი პროგრამა, რომ 50%-ს მაინც კონდეს გაკონტროლებული. ამჟამად აქვს 20%-ს გაკონტროლებული და დასახული აქვს ჩვენ სამედიცინო კომპანიებს, რომ მიაღწიონ საქართველოში 50%-ს მაინც კონდეს გაკონტროლებული. ხო, ძალიან 100% თქვენ წარმოიდგინეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც არ არის და ჩვენთვის 50-27 წლისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელი იქნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენი კომპანიები და ვინც არის ჩართული არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობაში შეძლებენ. ძალიან აი მართლა გულწრფელად არ მეგონა თუ ამხელა მნიშვნელობის მატარებელი იყო სანამ თემის მუშაობას დავიწყებდით და ეხლა თქვენ რაც ახსენეთ კიდევ უფრო დიდი ყურადღებით დავუთმობ მოკლედ შემწნევას. თავარია მოსახლეობამ არა, ხო, ეხლა ადამიანები ვინც გვიყურებენ, ზუსტად ვიცი, რომ მათ გულამდე და ყურამდე მივა ეს ამბავი, რომ რაღაცნაირად სხვანაირად ჩაერთონ. მკურნალობაზე აიცით რომ ინტერესებს როდის არის, თქვათ, მოვაწესრიგე ჩემი ცხოვრების წესი, თქვათ, მარილი შევამცირე, თამბაქოს თავი დავანებე, იქ რაღაც ვარჯიშობ. ეს აპრიორი ნიშნავს იმას, რომ რეგულირებადი გახდება ჩემი ჰიპერტენზია, თუ მედიკამენტის ჩართულობა აუცილებელია მაინც, როდის ხდება უკვე მედიკამენტური მკურნალობა? ძალიან სწორი შეკითხვაა. ეს დამოკიდებულია პირველ რიგში რომელ სტადიაზე აღმოვაჩენ ჩვენ, რომ ჩვენ გვაქვს არტერიული ჰიპერტენზია. თუ ჩვენ ეს აღმოვაჩინეთ, როდესაც არტერიული ჰიპერტენზია უკვე საკმაოდ განვითარებული, ანუ ჩვენი წნევები გადის 160, 180 ხშირად, ამ შემთხვევაში საქმე გართულებულია და შესაძლოა პაციენტს მოუწიოთ მთელი სიცოცხლე მედიკამენტების მიღება. მაგრამ ჩვენ თუ აღმოვაჩენთ დასაწყის პერიოდში თვით ცხოვრების წესის შეცვლაც კი შეიძლება საკმარისი გახდეს, რომ ჩვენ აღარ გქონდეს მაღალი არტერიული წნევის ციფრები. ან შეიძლება დაგჭირდეს მცირეოდენი მედიკამენტოზური მკურნალობა, ჩვენთან არის გავრცელებული, რომ აი პაციენტმა არტერიული ჰიპერტენზია მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მიიღოს პრეპარატი, წამალი, მაგრამ ეს ასე არ არის. როგორც მოგახსენებთ, დამოკიდებულია მდგომარეობაზე. დასაწყისში არის დიდი შანსი, თუ ჩვენ შევცვლით ცხოვრების წესს, შევცვლით მივიღებთ რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მედიკამენტებს, არ მივიღებთ სტრესებს, შევცვლით, ანუ მარტო ქცევას, არამედ ჩვენ აზროვნებას, დიდი შანსია, რომ ჩვენ საერთოდ აღარ დაგჭირდეს. მაგრამ აი, როდესაც უკვე არის მაღალი წნევები, გარკვეული ორგანოები უკვე გადაგვარებულია, მე გულისხმობ, აი, რაც ჩამოთვალე, თავის ტვინი, გული, თირკმელები, ხო, მაგ შემთხვევაში ძალიან რთულია და უმეტეს შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს სიცოცხლის ბოლომდე ეს, რომ რათა უფრო მეტად გაიხანგრძლივოს თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობა. აქ მაქვს ესეთი კითხვა ახლა გამიჩნდა, აი თქვათ აღმოვაჩინა პაციენტმა რომ აქვს ჰიპერტენზია და უკვე ისე სტადიაში არის რომ თქვათ მე აი თქვათ დაურასტოდა და მე თქვენ ეუბნებით რომ უნდა წავიდეს და გამოიკვლიოს ის თავის ღვიძლის ყველაფერი და მე მიდის ერთობლივი მკურნალობა იქ იმ დაზიანებული ორგანოებისაც ანუ რა კითხვა მაქვს იცი აღდგენა შესაძლებელია იმ დაზიანების რაც გამოწვეული იყო ამ პერიოდში თუ ის უკვე დაზიანებულია და მორჩა სხვა ორგანოებზე მაქვს ლაპარაკი
რა თქმა უნდა, ხა გააჩნია რადონით არის ის ორგანოებიც დაზიანებული. ხა, როდესაც მაგალითად ნეკროზია, იქ არაფერი არ ეშველება, ხო, ხდება რა. მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში არის ესეთი ჰიბერნაცია, მაგალითად აი გულის ამბებში ჰიბერნაცია არის, რომ იმ პერიოდში არ ფუნქციონირებს ეს სუჯეტები, მაგრამ თუ ეს მაპროვოცირებელი ფაქტორი მოშორდება, ისე ვიწყებს ფუნქციონირებას და მისი ფუნქცია დგება, ასევე შეიძლება მოხდეს თავის ტვინში, ღვიძლში, თითქმელებში, თვალებში ისე რომ კურნალობას ალტერნატივა არ აქვს არტერიული ჰიპერტენზიის კურნალობას. ამ კურნალობა რომ დავიწყოთ, აუცილებელია პროფილაქტიკური მუშაობა. დიახ, აი ეხლა ამჟამად მიმდინარეობს მაისის წნევის გაზომვები საქართველოში და ეს ძალიან კარგი ეს რას ნიშნავს? ესე იგი საზღვარგარეთ დახმარების შეკეტა საქართველოს გარკვეულ რაიონებში ხდება არტერიული წნევის გაზომვა, პროფილაქტიკური გაზომვა, გამოვლენა, აი ესეთ ისეთ ხალხში, რომელსაც აზრათაც არ მოუვა, ხო, ამისი გაზომვა, დიახ, ძალიან ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენ გვაქვს ესე იგი ჰიპერტენზიის ქართული ორგანიზაცია, რომელსაც სათავეში ბატონი ბეჟან წინამძღვრიშვილი ძალიან კარგი გუნდი ყავს ჩამოყალიბებული და მისი ასე ორგანიზებით ხდება ეს მაისის გაზომვა. ნუ მაისში დაიწყო, მაგრამ ეხლაც გრძელდება უკვე ივლისია და აი ესეთ შორეულ კუთხეებში, სვანეთში, კახეთში, გურიაში ხდება ამ წნევების შემოწმება და რა თქმა უნდა რამდენი ხალხი გადარჩება ახლა რომელსაც აზრათაც არ მოუვიდოდა რომ მათ ჰიპერტენზია აქვს და რა თქმა უნდა იქ რო დადგინდება ჰიპერტენზია მას მიეცემა медикаმენტები და რამდენი გადარჩება რამდენი გადარჩენილი რა თქმა უნდა უფასო ხდება ძალიან უდიდესი უკეთილესი საქმეა ძალიან მაგარი ისეთ ჩოლებრივი ჩოლებრივი ადამიანმა ესე თქვა რომელსაც ანუ არ აწუხებს ახლა არც დაბალი არც მაღალი წნება ესე პირობითად ვიძახი მაგრამ ანუ ხანდახან შეიძლება რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაიზომოს წნება აი ესე უბრალოდ გადასამოწმება აი წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გაიზომოს ესეთი მაინც ასეთი ინტერესის გულისთვის მაინც რომ ხო არის ახლა ჩვეულებრივი ადამიანსაც ვეგა ემოციების დროს ახლა პარაცხელია რომ გალიტან ზახტები დახტები რა თქმა უნდა იწევს რაღაცა იგივე ჩვენი მოკრივეები ეს ოფიცერი არის დვალიშვილი და ეს თოფურია ხო რა თქმა უნდა მაგ დროს იწევ არის ცუდი ამბების დროსაც ხო წნევა გეწევა არის ხოლმე მაგრამ ეს ნუ დამთელობის 1-2 დღე და მე ნორმალიზდება ეს ყველაფერი, მაგრამ 1-2ჯერ უნდა გაიზომოს. ხო, ანუ ესე ყოველდღე და კვირაში 2ჯერ მაგალითად არ არის. მასე აზრი არ აქვს, ხო. ხო, მაგრამ უნდა მიაქციოს ახლა და ადამიანი უნდა გრძნობდეს თავის ორგანიზმს. იქ მე ერთხელ მქონდა რაღაც ცოტა ღვინო დავლიეთ, რა ვიცი, რაღაც ისეთი ესე იგი ძლიერი კივილი მქონდა, მივხვდი ეს რა უბედურება ყოფილა ეს არტერიული ჰიპერტენზია და მე არ ვისურვებდი საბედნიეროდ არ მაქვს ეს ესეთი საბედნიეროდ ნამდვილად. ესეთი რაღაც მინდა რომ ინფარქტზე გადავიდეთ ახლა და ესეთ რაღაცას მოვყვები რა აი რამდენიმე წლის წინ გავიგე ერთი შემთხვევა რომ ადამიანმა ვთქვით მიიღო ალკოჰოლი დაიძინა გაიღვიძა და ნაბახუსებზე ჩახტა აუში და გარდაიცვალა ეს რა ფაქტია ინფარქტი ალბათ ეს არ არის ეს ალბათ რაღაც სხვა არის მაგრამ აი ცოტა ხნის წინ ახსენეთ ზუსტად აი ნაბახუსები და ალკოჰოლის მიღება და რა მოხდა მაგ დროს ანუ რა შეგვიძლია რომ ეს მივეწეროთ კი ბატონო ესე იგი მიოკარდიუმის ინფარქტი ასევე ძალიან დიდი სიკვდილიანობის გამომწვევი არის და რაც თავი აი თქვენ რო ახსენეთ ასეთი მდგომარეობები ხშირად არის ახალგაზრდებში ნაბახუსებზე ჯერ ბევრი პირადად ნათესავიც ისე გაგონილით ძალიან ბევრი ადამიანი გარდაცვლილი რა ხდება ახლა ამ შემთხვევაში როდესაც ადამიანი ნაბახუსები არის მისი აი ეს კორონარული სიძარღვები მიძინებულ მდგომარეობაში აი თქვენ რო ბრძანეთ ორთოსტატიული ჰიპერტენზიის დროს არ არის მომზადებული და ამ დროს თქვენ რო ხტებით თქვა ცივ გარემოცივ ან შეიძლება წყალში ან შეიძლება თბილი ბუხარიდან გარეთ გახვიდეთ თქვა თვალი ხო აი ცივი ჰაერი ზამთარში როდესაც მე ბევრი
ასეთი მქონია შემთხვევები ჩემ პაციენტებში იწვევს უეცარ შეკუმშვას კორონარული სიზარღვების უეცარ შეკუმშვას და ახალგაზრდებში არის ასეთი ცნება კოლატერების განვითარება კოლატერალი ვითარდება რომ მოხუც ადამიანებში, როდესაც სიზარგს უჭირს სისხლის გატარება, ამ დროს ავტომატურად ირთვება, ან ვითარდება გვერდით სიზარღვები, რომელიც ხელს უწყობს. განტოტვა ხდება რა, ანუ ასე რომ ვთქვათ, როდესაც გზა გაიკეტება, ვთქვათ, შემოვლით გზას, როდესაც უკეტებს, ხო? ახალგაზრდებში ეს არ არის. ამიტომ სულთლიანად, ამიტომ არის ეს უეცარი სიკვდილი. იკეტება და იკეტება. მოხუც ადამიანს ესეთი რამე არ ემართება, აი მით უმეტეს თუ ინფარქტია გადატანილი და აწუხებს ისემიური დაავადება, ხო? ასეთი შემთხვევები რომ უცებ გავიდეს და სიცივეში ან ჩახდეს არ ემართება, იმიტომ იმ წუთშივე ირთვება ეს გვერდითი, ანუ კოლატერალური გზები. ეს ასაკში ვითარდება ეს ეს რა თქმა უნდა ვითარდება ასაკში და ასაკში იმიტომ ვითარდება, რომ ასაკთან დაკავშირებით ისემიური დაავადება იზრდება, ანუ ეს სიზარღვებში ათეროსკლეროზის ფოლაკი თანდათანობით ვითარდება და როდესაც ერთი სიზარღვე ვეღარ უზრუნველყოფს ამ სისხლის გაშვება და ჟანგბადის გაშვება, ირთვება მეორე. ანუ ასაკში ხო აი ესეთი მცნება არის უეცარი კარდიული სიკვდილი, უეცარი სიკვდილი და რომლის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის კოლატერალების განუვითარებლობა. ამ შემთხვევაში იკეტება და აი წარმოიდგინეთ, არსად არ არის გასასვლელი და ადამიანის სიკვდილს დიდი არ უნდა, თუ არ არის მოწოდება ჟანგბადის, სადღაც ერთ-ერთ წუთში პაციენტი ჩერდება, ხო, ესეთი და განსაკუთრებით ეს ხდება ახალგაზრდებში. ხო, ძალიან ხშირია ამ ბოლო დროს და რაღაცნაირად გული დამწყდება თუ არ ვიცი რა სიტყვა დავარქვა. თქვენ უკეთ გვეტყვით მაგას გახშირებული არის ასეთი ინფარქტის ნუ ეხლა მე ზუსტი მონაცემები არ მაქვს მაგის შესახებ რაღაცა პროცენტი არის, მაგრამ ჩემს პრაქტიკაში ძალიან ბევრი ხდება, ძალიან ბევრი ასეთი ახალგაზრდების სიკვდილი უეცარი. ნუ ძირითადად ეს უკავშირდება იგივე ალკოჰოლის მიღებას ან ნარკოტიკულ მარიხუანა არის ამასთან კავშირში? მარიხუანას, რადგანაც მარიხუანა ააქტივებს სიმპათიურ ნერვულ სისტემას, რომელიც ერთ-ერთი ესე იგი სტიმულატორია, რომ მოხდეს სპაზმი. თუ ეს სპაზმი ცოტა ხანი გაგრძელდა, იგივე ახალგაზრდებში, ის კეტავს სიზარგს და პაციენტი რეფლექსულად კვდება. ანუ მოხდა ის გაჩერდა გული და იმ მომენტში თუ ვინმე არ არის რომ ეს ამოძრაოს, ჩაუტაროს CPR-ი, დეფიბრილაცია გაუკეთოს, რა თქმა უნდა პაციენტი იღუპება და ასეთ შემთხვევაში არის ხოლმე ხშირად თუ არავინ არ არის ხოლმე გვერდით. გასაგები. შემდეგი კითხვა მაქვს ესეთი, რა არის ათეროსკლეროზი? ათეროსკლეროზი მინდა გითხრათ, რომ ყველაფრის დამნაშავია, ასე რომ ვთქვათ, განსაკუთრებით გულის დაავადებებში. რადგან იგი კეტავს, ძირითადი ჩამკეტი არის ამ სიზარღვების და რის შედეგადაც სისხლის მიწოდება არ ხდება თვითონ გულში, თავის ტვინში. ათეროსკლეროზი არა მარტო გულის ინფარქტის განვითარებელი, არამედ ინსულტის განვითარებელი, ფილტვის ინფარქტის, თირკმლის ინფარქტის, ეს ინფარქტი არის საერთოდ მკდომა, ანუ ნეკროზი თვითონ იმ ორგანოსი, რომელსაც ეს სიზარღვი აწვდის სისხლს. თვითონ ეს ათეროსკლეროზი რთული პროცესი არის და ძირითადად ხდება ქოლესტერინის დაგროვებით სიზარგვის შიგნით. ესე იგი რა ხდება ახლა ეს თვითონ ქოლესტერინი არსებობს, ალბათ თქვენ გაგიგიათ, ცუდი ქოლესტერინი, კარგი ქოლესტერინი, ცუდი და კარგი არ არის. ქოლესტერინი იგი საჭირო ნივთიერება, მისი საშუალებით ხდება თვითონ უჯრედების მემბრანების წარმოქმნა, სხვადასხვა ორგანოების და სხვადასხვა ნივთიერების წარმოქმნა. ცუდი და კარგი არის თვითონ ის ლიპოპროტეინები, რომელსაც ეს ქოლესტერინი გადააქვს. არსებობს ესე იგი კარგი ლიპოპროტეინი და ცუდი. ცუდი არის, როდესაც მას ქოლესტერინი გადააქვს ღვიძლიდან სისხლში.
ამ დროს ხდება, როდესაც ჭარბი ესე იგი ცუდი რა არის, რატო ქვია, ეს არის დაბალი მოლეკულური ლიპოპროტეიდი. ხოლო დაბალი სიმკვრივის, მაღალი სიმკვრივის ეს კარგად მიიჩნევა ლიპოპროტეიდი. ეს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდი, ასე რომ ვთქვათ, არის მანქანა, რომელსაც გადააქვს და თვითონ ეს ტვირთი არის ქოლესტერინის, რომელიც შიგნით არის მოთავსებული. და ის თვითონ ჯდება სიცარქვის კედელში. ამდენი შემდეგ დაგროვების შედეგად იგი თანდათანობით იზრდება და ბოლოს მნიშვნელოვნად სანამ ჩაკეტავს, მნიშვნელოვნად კეტავს, ანუ ავიწროებს, ავიწროებს სიცარქვეს. ნუ მაგას შემდგომში ვისაუბრებთ, ესე იგი თუ როგორ ხდება იმ ფაქტის მე ამჟამად საუბრობ თვითონ ქოლესტერინზე, ცუდი და კარგ ქოლესტერინზე. ხო. და ეს ახლა იმ ფაქტი როგორ ყალიბდება დროთა განმავლობაში, თქვენ აი როგორ წარმოგიდგენიათ, როდის იწყება ეს პროცესი ქოლესტერინის დაგროვება სიძარღვებში. ალბათ თქვენ გაგიკვირდებათ აი ეს 25 წლიდან 26 წლიდან, როცა ჩვენ გონია სრულიად ახალგაზრდები და ჯანმრთელები ვართ, უკვე იწყება რა ეს პროცესი. მაგრამ რა თქმა უნდა, დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვერაფერს ვერ ავტყოთ, იმიტომ ეს ოდნავ შეიძლება იყოს გამობერილი, მაგრამ შემდეგ თანდათანობით იგი როდესაც მიაღწევს სხვადასხვა გარემოებების გამო, სადაც პირველ რიგში დამნაშავეა გენეტიკა, ადამიანის გენეტიკა, შემდეგ ის საკმაოდ ამოიბურცება, ასე რომ ვთქვათ, და საკმარისია რაღაცა მასტიმულირებელი რეაქციები, რომ გასკდეს ეს ზედაპირი, ამ ფოლაკი წარმოიქმნება და როდესაც ფოლაკი წარმოიქმნება, იქიდან აქტიური ნივთიერებები გამოედინება და ხდება თრომბის წარმოშობა. და აქ უკვე იწყება ინფარქტი, რადგან სისხლი აღარ მიეწოდება, იწყება მიოკარდიუმის ყდომა და შემდეგ კი უკვე დამოკიდებულია თუ როგორ მენეჯმენტს ჩავატარებთ პაციენტის გადარჩენისთვის. ეხლა თქვენ ახსენეთ თვითონ ამის და ქოლესტერინის დაგროვება. გასაგებია ეს ცუდი კარგი, მაგრამ რა იწევს თვითონ აი სახელს მე ვერ დავიმახსოვრებ სამწუხაროდ. ესაც ახსენეთ ცუდი და კარგი ქოლესტერინი არსებობს და არსებობს ცუდი და კარგი რაღაცო, იმის სახელი არ მახსოვს. ანუ რა იწევს გენეტიკის გარდა? გენეტიკა ვთქვათ ნიშნავს, რომ კი ბატონო მამაჩემს, დედაჩემს რაღაცა და მომყვა გენეტიკურად, მაგრამ ვთქვათ თუ გენეტიკური როლი აქ არ არის, მაშინ რა ხდება? ეხლა მოგახსენებთ, ესე იგი, აქ იგივე რისკ ფაქტორებია, როგორც ჰიპერტენზიის დროს. ანუ ცხოვრების ცუდი წესი, ასე რომ ვთქვათ, იგივე თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და აქ უკვე დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას. საქართველოში არ არის ესეთი მიღებული დიეტაზე ყოფნა, ასე რომ ვთქვათ, და რაც მოხდებათ, იმას მიირთმევენ განსაკუთრებით მაღალკალორიულ და ცხიმოვან ზოგი მაგალითად ცხიმს არ ღებულობს, მაგრამ გონია რომ ეს მაგალითად ნახშირწყლები, როდესაც არის ტორტი, ნამცხვარი, გონიათ რომ ეს ახან ცხიმი არ აქვს, პირიქით. იქიდან უფრო მეტი ესე იგი ქოლესტერინი ვითარდება და კეტავს სისხლძარს. ასევე ჰიპოდინამია, როდესაც პაციენტი გაჩერებულია, არ მოძრაობს, ესეც დიდი ანუ ფაქტობრივად იგივე არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა გენეტიკას. ეხლა მოგახსენებთ რა ხდება. გენეტიკა ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტი გავლენა შეუძლია. მაგალითად, აი ავიღოთ ორი ირაკლი და გიორგი, ვთქვათ. ირაკლის აქვს ცუდი გენეტიკა, მაგრამ იცავს თავს. ანუ არ ჭამს, ვთქვათ, ესეთ ცხიმიან საჭმელს, ვარჯიშობს, არ ეწევა, არ სვამს. და მეორე გიორგი, რომელსაც კარგი გენეტიკა აქვს, მაგრამ დაისვამს, ჭამს, რაც უნდა ყველაფერი, რა ქვია, გამეიძინებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა გაგიკვირდებათ, რომ ესე იგი ირაკლის უფრო მეტი შანსია გაუთავდეს მიოკარდიუმის ინფარქტი, ვიდრე გიორგის. თვითონ ამ გენეტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი აგიხსნეთ ეხლა ისეთ მაგალითზე, თქვენთვის უფრო ნათელი რო გახდეს. აი წარმოვიდგინოთ ქუჩა, ქალაქი და ავარიები, ხო? ნუ ესე იგი ეს ქოლესტერინი იყოს მანქანა, ეს გზები იყოს თვითონ
ეს რაც ლიპოპროტეიდები, ხოლო გენეტიკა იყოს აი მერიის მიერ დაპროექტებული გზები, მაგალითად მოძრაობის წესები. თუ ეს ცუდად არის შედგენილი, ამ დროს მოხდება უფრო მეტი ავარია, ასე რომ ვთქვათ, და ეს არის თრომბოზი, ასე რომ ვთქვათ. ეს ავარიები უფრო არის თრომბოზი, ესე რომ აღვნიშნო. ამიტომ გენეტიკას აქვს ძალიან დიდი როგორ არის ჩვენი გენები დაწერილი, აი იმის მიხედვით. თუ ის ცუდად არის დაწერილი, აი უბრალოდ ეხლა ამაში კიდევ მე არ მიდგამს ანთების როლი. ანთების როლი. ანთება, აი ანთებისადმი მდგომარეობა არის სხვადასხვა ადამიანში განსხვავებული. ზოგისთვის აი უბრალოდ ერთი სიგარეტის მოწევა იწვევს ანთებას, ზოგმა 10 რომ მოწიოს, უბრალოდ აი ცხიმი დამეტყვილი შეჭმა იწვევს აი ამ ანთების გაძლიერებას. ანთება რა არის ახლა, როდესაც ეს ქოლესტერინის შედის და ჯდება თვითონ სიზარგვის შუაგულში, ეს იწვევს ასეთ იმუნიტეტის განვითარებას, ანუ იქ მორბიან უკვე საშველად ეს უცხო სხეული გამოაწევონ. ესე როდესაც მოდის ეს ნივთიერებები, იქ გამოიგოს სხვადასხვა აქტიური ნივთიერებების, ინტერლეიკინი არის, სხვადასხვა ნივთიერებები და ამის შედეგად ხდება ანთების წარმოქმნა. ანთების წარმოქმნის შემდეგ ეს კედელი კიდევ უფრო სქელდება, ვითარდება არტერიული წნევა უფრო, ეს არტერიული წნევა კიდევ უფრო, ანუ მანკიერი წრე ჩამოყალიბდება და შემდეგ ხდება თრომბის წარმოქმნა. აი ეს არის ძირითადი ეს ტრიადა, ასე რომ ვთქვათ, ეს ქოლესტერინი, ანთება, მაღალი წნევა იწვევს ძირითადად ამ მიოკარდიუმის ინფარქტს. და შესაძლებელია, რომ მაგალითად ქოლესტერინი არ იყოს მაღალი, მაგრამ ანთება იყოს? რა თქმა უნდა, არის ადამიანი ფიქრობს, რომ ესე იგი მე რახად არ ამაქვს ქოლესტერინი, შემიძლია არ დამემართოს და სხვადასხვა მაგალითად მოწევის გამო, სხვადასხვა ნივთიერებების იქ განვითარდეს ანთება და მას დაემართოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ძალიან ბევრი ასეთი. კი. და აი ეხლა თქვენ ვახსენეთ, გენეტიკა არის მთავარი პრინციპში გადამწყვეტი როლი, პერსონა, ესე ვთქვათ, ამ იმაში სიტუაციაში. თუ ადამიანი მიდრეკილია გენეტიკურად ამ ყველაფრისკენ, ეს ადამიანი რას შვება? ანუ ცხოვრების წესი უნდა დაიცვას მაქსიმალურად, ხშირად ემოწმოს, ექიმთან მივიდეს, რო არ გამოეპაროს, თუ აი როგორ ცხოვრობს ეგეთი ადამიანი? ასეთი ადამიანი, როდესაც ესე იგი გენეტიკა ძალიან ესე იგი დამძიმებული გაქვს, მალე აღმოაჩენს ამას. არსებობს ასეთი ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია, როდესაც და-ძმებს ყველას აღმოაჩენენ, რომ ყველას მომატებული აქვს ეს ქოლესტერინი 250-ზე 300-ზე მეტად, ან ძალიან ადრეულ ასაკში განუვითარდა მიოკარდიუმის ინფარქტი და ესე იგი ბოლოს ასკვნია, რომ ეს არის ოჯახური ქოლესტერინებია და აქ დამნაშავე რა თქმა უნდა გენია, რომელიც აწარმოებს ამ ქოლესტერინს ფაბრიკა, ასე რომ ვთქვათ რა. მე ერთი პაციენტი ყავდა, ახალგაზრდა გოგო იყო 30 წლამდე, რომელსაც 5-ჯერ ჩაუტარეთ კორონაროგრაფია, მაგრამ არა, ის მაინც ახალ სიძარღვებში უვითარდებოდა ეს ქოლესტერინი და ბოლოს გარდაიცვალა, ვერ შევძველით, ამოისო ყველა არსებული სიძარღვები. და ასეთმა ადამიანმა, ხო, რა თქმა უნდა მაქსიმალურად ჯერ რაც შეუძლია ის ფაქტორები, ეს ფაქტორები არსებობს, რაც ჩვენ შეგვიძლია ავიცილოთ და არიან ახლა ფაქტორები, რომელსაც ვერ ავიცილებთ, მაგალითად ასაკი, ხო, სიბერე ვერ ავიცილებთ, მაგრამ აი ეს მოწევა ხო შეგვიძლია ჩვენ, თქვათ ალკოჰოლის მიღება შეგვიძლია, თქვათ რაღაცა ტრენირების შემდეგ ფსიქოლოგიურად აი ეს სტრესული სიტუაციების აცილება შეგვიძლია. საბედნიეროდ ეხლა რაც შეეხება ამ ოჯახურ ჰიპერქოლესტერინს, გამოვიდა ესეთი პრეპარატები, რომლებიც ძალიან დიდ იმედს იძლევიან, რომ ეს არ მიიყვანოს სავალალო
მდგომარეობამდე, აი ეს მაგალითად ესენი მოქმედებენ თვითონ გენზე, როგორიც არის მაგალითად ინკლესინარი და ინკლესინარი, რომელიც საბედნიეროდ საქართველოში არის შემოსული და ძალიან დიდი მიღწევაა ეს, თუმცა ფასი რა თქმა უნდა ძვირია ჯერჯერობით 2000 და კიდე მეტია, მაგრამ ამის უპირატესობა არის, რომ წელიწადში ორჯერ ინექციაა ეს, არ არის საჭირო ყოველდღიური მიღება მისი და 50%-მდე სწევს დაბლა ქოლესტერინის რაოდენობას და ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მიღწევაა აი პაციენტებისთვის, რომელსაც აქვს ოჯახური ჰიპერქოლესტერინის. კი, იმიტომ რომ ეხლა თქვენ რა ჩაგაკითხეთ, იცი რომ ისიც რომ ისე ჟღერდა, რომ აი მხოლოდ გენეტიკა და რაღაც განაჩენივით ხო და სამწუხაროდ გენეტიკური დაავადებები განაჩენივით არის, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის, პროგრესირებს და თანდათანობით უფრო მეტი და მეტი გენეტიკური დაავადებები იკურნება და აი ესეც ძალიან დიდი მიღწევაა და შემდგომში ამ გენური ინჟინერიის განვითარების შემდეგაც ესეთი ბევრი გენეტიკური დაავადება მორჩება, ასე რომ ვთქვათ. კი ბატონო. გენური ინჟინერიაზე გამახსენდა ახლა ეს ეპიზოდი კი იქით აკვირაში გავა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ბიოლოგი და მეცნიერი დავკარგა საქართველოს, ცოტნე ჯავახიშვილის სახით და უსამძიმრებ ყველა მის ოჯახის წევრს. საქართველოს მე მქონდა პატივი, რომ ყოფილიყო ჩემ სტუდიაში და ჩამეწერა ეპიზოდი მასთან ერთად და ძალიან დამწყდა მოკლედ გული, იმიტომ რომ ბევრი ალბათ ძალიან მაგარი საქმე ქონდა წინ. კი ბატონო, ახლა გადავიდეთ იმპაქტის კლასიკური სიმპტომები თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ ეს ტკივილი ბუნკერში, აი ეს რა არის ესეთი კლასიკური? ნუ კლასიკურს მოგახსენებთ, ახლა ეს არის ტკივილი ბუნკერის მიდამოში და მისთვის დამახასიათებელი, ესე იგი, ნიშანი არის, ასე იგი, მუჭის, როდესაც ეკითხებით, როგორ ტკივა, მუჭს გიჩვენებ. ის თუ გიჩვენებ თითის, ეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის 99% არ არის. ის არის ან თვითონ ეკნებისგან, ან მიოზიტის გამო განპირობებული, ან მოცლიდან, ნუ რაღაცა სხვანაირი, მაგრამ აი, როდესაც უკვე ეს მუჭით გიჩვენებთ, ხო, ეს უკვე ძალიან დიდი საფრთხეა, რომ პაციენტს აქვს მიოკარდიუმის სიფა. ასევე თუ პაციენტი გეუბნება, რომ ტკივილი გადადის მარცხენა მხარეში, აი ყელში უჭერს, ან ბეჭებში გადადის, აი ესეთი, აი გუშინ პაციენტი ყავდა, არაფერი გამოწერილი იყო კლინიკიდან, რა სხვათა შორის და არ მომეწონა ესე რომ ეკითხები, ხო, რაღაც დაკარგული იყო კონცენტრაცია და უცებ ესეთი გააკეთა, აქ წაიჭირა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ კარდიოგრამაზე არაფერი არ აქვს, სასწრაფოდ გამოვიძახეთ, სასწრაფო გადავიყვანეთ და დღეს მისმა მეუღლემ დაგვირეკა, არ მეყავდათ, ნუ კარდიოგრამაზე არ იყო ეს ელევაცია, მაგრამ ეს ელევაციის გარდა არის ასევე არაეს ელევაციით გამოწვეული ინფარქტი. და დღეს მადლიერ პაციენტმა რომ 2 სტენტი ჩაუსვიათ ამ პაციენტისთვის. თუმცა ისეთი გამოხატული ტკივილი არ ჰქონდათ. კი ბატონო, მაგრამ ხო, არის, როდესაც არ აქვს ტკივილები საერთოდ, ხდება ისეთი მიოკარდიუმის ინფარქტი. კი, ჩუმი იშემია. ეხლა რატო ხდება ესე იგი, ეს ტკივილი როგორც იცით ხდება, იმიტომ რომ პაციენტს აქვს ადამიანს რეცეპტორები, ტკივილის რეცეპტორები. არის რაღაცა დაავადებების გამო, განსაკუთრებით ეს არის მოხუცებში, დიაბეტიანებში და ქალბატონებში, როდესაც ეს რეცეპტორები ან დაზიანებული არის, ან არ მოქმედებს ესიერად, ან რაღაცა თვითონ ეს სიმპათიკური ნერვული სისტემა არ არის განვითარებული, ვერ აღიქვამს უბრალოდ ტკივილს, ხო. და ეს უფრო ცუდია, იმიტომ რომ სიგნალი არ ეძლევა ადამიანს და შეიძლება ისე გათავდეს ადამიანი ვერც გაიგოს, ხო? ტკივილი ერთი მხრივ ცუდია რო გტკივა, მაგრამ მეორეში სიგნალს თავს რომ მოგეშველოთ და დახმარება გაგიწვიონ, გადაგარჩინონ. დიახ. ხო, და ესეთი ჩუმი იშემია არის ძალიან ყველაზე საშიში მდგომარეობა. ტკივილის გარდა მე ამოვიკითხე ინტერნეტში ამდენად სწორი არის თქვენ გამისწორეთ ქოშინი უფლიანი. რა თქმა უნდა, ეს არის ეკვივალენტებს ეძახიან, ზოგჯერ ტკივილი არ არის, მაგრამ აი უაზრო ქოშინი, ანუ პაციენტი არ დადის ფიზიკურ ვარჯიშს არ აკეთებს, მაგრამ აი უჭირს, ხო? ეს არის ერთ-ერთი ეკვივალენტი. გარდა ამისა, შეიძლება პაციენტს განუვითარდეს არითმია. აი გულის ფრიალი წაუვიდეს ისეთი, რომელიც საბოლოო ჯამში მაინც მერე ჰაერის უკმარისობას გამოიწვევს.
ზოგიერთს რაღაცა შეიძლება აი მოუნელებლობის გზნობა ქონდეს, შეიძლება ზოგს პირღებინების შეგრძნება ქონდეს. ეს უმეტესად, როდესაც გულის უკანა კედელი არის ხოლმე დაზიანებული და ვაგუსის ნერვს აწვება, იმ შემთხვევაში აი ეს პირღებინების შეგრძნება არის პაციენტის. აი ეს ოფლიანობა, აი ოფლიანობა. ოპერებული ოფლიანობა შესაძლებელია რომ რაღაც გულის დაავადებასთან რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ეხლა ესე იგი ხდება ესე იგი ცენტრალური ნერვული სისტემის გარდა პაციენტს აქვს პერიფერიული ნერვული სისტემები ავტომატური, რომელიც ჩვენ ზანებებზე ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ აი ესენი თვითონ აკონტროლებენ თავს, როდესაც პაციენტს უჭირს ოფლიანობაში ჰიპერჰიდროზი არის განსაკუთრებით პარასიმპათიკური ნერვული სისტემის გაძლიერებისას და აი ამ ფაქტის დროს ხდება მათი გაღიზიანება, ასე რომ ვთქვა და ამიტომ ხდება ამ ოფლიანობა, ან თვითონ სიმპათიკური, პარასიმპათიკური გააჩნია, გულის აჩქარება და ადამიანი გზნობს, რომ ცუდად არის, ხო? ნუ რაღაცა ვერავარ კარგად და მოდის ზოგჯერ ვერ ხსნია, რომ მოდის, აი ვეუბნები, აი კარდიოლოგთან ხართ, რა გაწუხეთ? არ ვიცი, აი ცუდათავარ რა. ცუდათავარ რა. ხო, ან ძალიან ყურადსაღები არის რეალურად. ეგ მჭირდება ძალიან დიდი მობილიზება, რომ საიდან მოდის აი ეს ტკივილი, ხო, რომელი ორგანოდან, საიდან, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც არაფერი არ აქვს, არასოდეს არ მივა ექიმთან, არასოდეს არ მივა ცნობის მოყარეობის გამოცდი. ზუსტად. აი ეს თვითონ ადამიანსაც ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება, იმიტომ რომ შეიძლება ესე ოფლიანობდეს და დააბრალო, რომ აი რაღაცა ახლა მოხდა და გაიაროს რა, მაგრამ მაგ დროს შეიძლება ორგანიზმში რაღაც ზიანდებოდეს, ხო? რა თქმა უნდა, გაგეყაროს ჩვეულებრივად. ძალიან რთულია, ძალიან ბევრი დაავადებაა, რომელიც ოფლიანობით მიდის, მაგრამ არის ახლა ზოგჯერ ისეთი თვითონ დამახასიათებელი აი პაციენტები, ვის ოფლიანობა ბევრ საკვებს იღებს, ამ ბევრ სითხეს იღებს და ამის გამო არის ზოგჯერ ეს, მაგრამ ძირითადად ეს რაღაცა პათოლოგიას მიუთითებს ოფლიანობა. კი ბატონო, ამ შემთხვევაში კიდე მაინტერესებს ოქროს სტანდარტი რა გვაქვს კურნალობის ინფარქტის დროს? ხო, ოქროს სტანდარტი, როდესაც ესე იგი, ეხლა მე გეტყვი თვითონ ეს გულის შეტევა, ამას ეწოდება მწვავე კორონარული სინდრომი, როდესაც პაციენტ ჩვენ არ ვიცით ეხლა ის მიოკარდიtis ინფარქტია თუ უბრალოდ სტენოკარდია, ჩვენ არ ვიცით, უბრალოდ ტკივილი არის, არასტაბილური ეს არის მწვავე კორონარული სინდრომი, და პირველ ესე იგი დიაგნოზს ჩვენ ვიღებთ ელექტროკარდიოგრამის გაკეთებით. იქ თუ ჩვენ ნახეთ, რომ აწეულია ST სეგმენტის ელევაცია, ეს მიუთითებს, რომ კორონარული არტერიის სანათური სრულიად დახშულია. თუ იქ მაგალითად დეპრესია წამოვიდა, არის მეორე ინფარქტის სახეობა, არა ST ელევაციით მიმდინარე ინფარქტი. რა თქმა უნდა, ეს უფრო ნაკლები სიძლიერისაა, ნუ ეხლა ყველაფერი ეს დამოკიდებულია თვითონ იმ რეგიონის სიდიდეზე, რომელსაც ეს არტერიები კვებავს. ST ელევაციით მიმდინარე ინფარქტის დროს, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ფართობია ჩართული და არა ST ელევაციით უფრო ნაკლები ფართობი. მაგრამ არის კიდე არასტაბილური სტენოკარდია, რომლის დროსაც შეიძლება სულაც არ იყოს, თქვათ, ელექტროკარდიოგრამაზე გამოხატული ცვლილებები. მაგრამ ყურადღება ყველა შემთხვევაში საჭირო არის. აი თვით არასტ ელევაციით მიმდინარე ინფარქტის დროს 1 წლის თავზე, ხო, აი ცუდი გამოსავალი თითქმის თანაბრდება. კი, ამ შემთხვევაში არაფერი არ დაემართა, მაგრამ იქ რაღაცა ჩამჯდარი არის, ეს თრომბი იქნება თუ ის ფოლაკი და შემდეგ იმ 1 წლის განმავლობაში კვლავ თავს შეგვასწრებ. ასევე თუ იქ ყველაფერი დაალაგდა, თქვათ, არასტაბილური სტენოკარდიის დროს, ჩვენ 48 საათის მერე აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ ფიზიკური დატვირთვის ტესტი, რათა ვნახოთ რამდენად არის მასში ეს ჩაჯენილი ფოლაკი. და თუ საჭირო იყო, იქნება გავუკეთოთ კორონაროგრაფია და ჩაუტაროთ სხვა მედიკამენტური მკურნალობა. ეხლა რაც შეეხება ოქროს სტანდარტი, რა თქმა უნდა, ეს არის ამ პაციენტის სასწრაფოდ გადაყვანა ინტერვენციულ ლაბორატორიაში კორონაროგრაფიის ჩატარება და სტენტის დაყენება თუ ამას გვაძლევს მდგომარეობა. შეიძლება სტენტი დაჭირდეს, შეიძლება აორტოკორონარული შუნტირება. აორტოკორონარული შუნტირება ტარდება თუ ბევრი სიძარღვე არის დაზიანებული, თუ პაციენტს აქვს დიაბეტი, ზოგჯერ არის რომ პაციენტ დიფუზურად აქვს დაზიანებული კორონარული სიძარღვები და იქ
რამდენი სტენტი უნდა ჩააყენო, სტენტი ტარდება თუ 1-2 გამოხატული შევიწროება. ახლა გაგაწყვეტინოთ მაპატიეს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს და არ გავუშვებ მაგ შანსხელიდან, რო არ გკითხოთ, რას ნიშნავს სტენდის ჩაყენება. ანუ რა კეთდება მაგ დროს? მართლა ძალიან მაინტერესებს. შულტირებასაც მაგ ეკითხვა. კი ბატონო, მოგახსენებთ ესე იგი 50 წლის წინ იყო, როდესაც ეს გამოიგონეს აღმოაჩინეს გუნტიკ იყო ერთი გერმანელი მეცნიერი. ეს არის აი პატარა პრუჟინა, ალბათ მოსწავლეობის დროს თქვენ გქონდათ კალმები, რომელსაც ქონდა ეს პატარა ზამბარა პრუჟინა. აი ზუსტად ისეთი ის არის, ოღონდ შიგნით მოთავსებული აქვს ბალონი ამას. ეს წამოცმული არის ეს თითისტარივით გამტარზე და ეს ჩვენ შეგვყავს ან ფეხიდან, ეხლა ბოლო დროს ძირითადად კი არა და უკვე აუცილებელია ხელიდან შეყვანა მხრის არტერიიდან, მიდის აორტის სათავემდე და იქ აორტიდან უკვე შედის მარცხენა იქნება თუ მარჯვენა რომელი კორონარული არტერია იქნება იქ. ამას ჩვენ ყველაფერს უყურებთ რენტგენით, ყველაფერი ჩანს, თვითონ მოძრაობა, ამ სტენტის მოძრაობა, ამ პრუჟინის მოძრაობა და სადაც იქნება თქვათ დაზიანებული, შევიწროებული, ეს არის შეკუმშულ მდგომარეობაში. ეს ზამბარა და ვაძვრენთ იმ შეკუმშულ შევიწროებულ ადგილას. ამის შედეგად ჩვენ ესე იგი ბალონს ბერავთ სპეციალური აი როგორც ესეთი გამბერავი საშუალებები გვაქვს, რა თქმა უნდა გარკვეულ დონე რო არ გადასკდეს და როდესაც ესე იგი არსებული კორონარული სანათური და ეს ზამბარა გათანაბდებიან, ანუ იქ ვეღარ შენიშნავთ ჩვენ რომ რაღაცა შევიწროებულია, ამ შემთხვევაში ჩვენ ესე იგი ვაცვლით ამ ზამბარას და ის გაბერილი, ანუ ბალონი გამოგვაქვს ჩვენ და ეს რკინის კონსტრუქცია ისეთ მდგომარეობაში აღარ იჩუტება, ასე რომ ვთქვათ, და დგება. ანუ ამ სიცოცხლეს აფართოებს და სისხლი ჩვეულებრივად გადის, როგორც გადიოდა ადრე. აი ეს არის ძალიან კარგი გამოგონება და ამან ძალიან დიდი ხელი შეუწყო პაციენტების გადარჩენას. მე მახსოვს ის პერიოდიც უკვე იქ მივიყავი, როდესაც ეს არ არსებობდა და როგორც ბევრი ადამიანი კვდებოდა, აი მიოკარდიtis ინფარქტით, მე მახსოვს თითქმის, რა ვიცი, ყოველ მესამე კვდებოდა ხოლმე, განსაკუთრებით ახალგაზრდები, აი მიზეზების გამო, რაც თქვენ გითხარით, რომ ეს კოლატერალები არ არის. ეხლა, როდესაც აი ნეუნეი ინფარქტი მქონდა, მე ეხოსაც ვუკეთებთ, იქ არავითარი დაზიანება აღარ არის ხოლმე, იმიტომ ძირითადად ასწრებენ ამ სტენტის ჩაყენებას და სტენტი როდესაც არის ჩაყენებული, ეს იწვევს მიოკარდიუმის შენარჩუნებას. ამიტომ დროს აქვს ძალიან დიდი ფასი. დრო არის კუნთები. ან როდესაც აი ოქროს სტანდარტი რო ბრძანეთ, არა მარტო ეს აღმოჩენაა, რომ ეს პაციენტი წავიდა, არამედ ეს სწრაფად უნდა გავაკეთოთ. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ეს სტენტი უნდა იყოს ჩაყენებული ოპტიმალური შედეგის. იქ თუ გავიდა 12 საათზე მეტი, უკვე აზრი აღარ აქვს. ჩაყენებას, იმიტომ რომ 12 საათის განმავლობაში ან ცოტა მეტის ახლა გარკვეულ პიროვნების სხვადასხვა დრო აქვს, კვდება ეს კუნთი და იქ ახლა მკვდარს ვეღარ გააცოცხლებ, გინდა მე ჩაუტარე. თუ მაგალითად არ არის საშუალება, რომ ეს ინტერვენცია განმახორციელოთ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია თრომბოლიზისი გავაკეთოთ. რა არის ახლა ეს თრომბოლიზისი? ეს არის სპეციალური ნივთიერება, რომელსაც შეუშვებთ კორონარში და ეს იწვევს ამ ტრომბის გალღობას. მაგრამ თავის შედეგებით, რა თქმა უნდა, ის ჩამოუვარდება ამ ოქროს სტანდარტს, ამ სტენტის და ინტერვენციული თერაპიის განხორციელებას. მაგრამ თუ ახლა მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ ამ საავადმყოფოში არის ეს თრომბოლიზისი და 1 საათია იქ მისა, ხოლო იქ სადღაც ლაბორატორია 12 საათია, ჩვენ რა თქმა უნდა მივიყვანთ აქ და არა იქ 12 საათის განმავლობაში შეიძლება პაციენტს დაეხშოს მთლიანად ეს. ხო, როდესაც ახლა თქვათ ეს არ არის საკმარისი, ყველა კორონაში ჩვენ ვერ შევიყვანთ. ზოგი მოხრილი არის, ზოგი ისე არის გაუხეშებული ამ კალციუმის ჩანატოორებით, რომ ჩვენ ვერ შეყვავს უბრალოდ, ვერ გავაძვრენთ, ხო? ამ შემთხვევაში ან როდესაც ბევრი არის მრავალსიცარღვოვანი დაავადება, ან დიაბეტი აქვს ადამიანს, ყველა დაძენძილია, ასე რომ ვთქვათ, ეს სიზარღვები, მაშინ ნაჩვენებია აორტოკორონარული შუნტირება. ახლა მაგასაც მოგახსენებთ, რა არის ეს აორტოკორონარული, ეს არის ოპერაცია, რომელსაც ყველას ეშინია, რა თქმა უნდა, იმიტომ ეს ძირითადად არის დამოკიდებული, უნდა გაიჭრას გუნკერტი, თუმცა ბოლო ხანებში ჩვენ ძალიან
ესეთი ცნობილი და კარგი კარდიოქირურგები ყავს, აკეთებენ გაჭრის გარეშეც აკეთებენ ხოლმე პატარა ნახრეთით ასე რომ ვთქვათ, ასევე ზოგჯერ ხდება ხოლმე გულს ასკი აჩერებენ, ისე კეთდება ეს ოპერაციები. და რა ხდება ახლა ამ დროს? ერთი არტერია ყოველთვის არის, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩასაკერებლად ამ სიძარღვში, დანარჩენებს ვიღებთ ფეხის ვენებიდან, ქვედაკიდურების ვენებიდან, გააჩნია 3-4 და ნუ იქ ჩვენ არაფერს არ ვახლებთ ხელს, არამედ შუნთს ვაკეთებთ, აი როგორც გითხარით, მანქანების შემთხვევაში ერთს მივაბამთ აორტას, იქიდან რომ სისხლი წამოვიდეს და მეორეს მივაბამთ, სადაც შევიწროება იმის იქითკენ, რომ ხო ეს მოხდეს, სისხლი ისევ დაიწყებს დინას იმ რეგიონში, სადაც აკლია და სადაც გაჩერდა, ხო? აი ესეთი ის არის. კი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან საინტერესო არის და ყველას თავისი წესი აქვს, რა დროს ჩატარდეს კორონაროგრაფია და სტენტირება და რა დროს აორტოკორონარული შუნტირება. და მე მაინტერესებს ამ ადამიანებს, ვინცაც რომელიმე გაკეთებული აქვს, არის რომ ორივე შეიძლება რომ ქონდეს გაკეთებული? რა თქმა უნდა, არის ხოლმე ზოგჯერ მაგალითად აკეთებ სტენტს უყენებ, მაგრამ არ მუშაობს. ხო, სტენტის უარყოფით ითვისება ის არის დროთა განმავლობაში, ის შეიძლება დაითრომბოს, ან არ გაატაროს. ან მოხდეს რესტენოსი. ანუ რა ხდება, რომ ეს მაინც უცხო სხეული არის, იმიტომ რომ რკინის მეტალის ფირფიტა ასე რომ ვთქვათ და ორგანიზმი ცდილობს მის გამოდევნას, ანუ იმას გადაებარება ის კორონარული არტერიის მასა და იკეტება. თვითონ სტენტებს შორის არის განსხვავება. არის ჩვეულებრივი მეტალური სტენტი და არის წამლით დაფარული. ამ წამლით დაფარულ სტენტზე არის სპეციალური მასალა მოთავსებული მედიკამენტი, რომელიც გამომუშავებს ისეთ ნივთიერებებს და აწვდის, რომ არ განვითარდეს ეს რესტენოსი. ანუ დრგუნავს, რომ ეს მოიცილოს ეს უცხო სხეული ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს უფრო ძვირფასი არის და ნუ ესეც ვითარდება თანდათანობით, არის ისეთი სტენტებით, რომელიც მთლიანად განიწოვება დროთა განმავლობაში, ანუ ჩონჩხი აღარ არის იქ და ხო ასეთი და მე მაქვს ეგეთი კითხვა, რომ იმ ადამიანებს, რომელსაც რომელიმე ან ორივე ან რამდენიმეჯერ აქვს გაკეთებული, მათი ცხოვრების წესი როგორ იცვლება ამის შემდეგ? ხო, ახლა რა თქმა უნდა ეს იცვლება უკვე, როდესაც ადამიანს სტენტი აქვს ჩაყენებული, როდესაც ადამიანს აორტოკორონარული შუნტირება აქვს, ეს მაინც არის მექანიკური პროცესი. აი წარმოიდგინეთ ხა ცოტა ისეთ უხეში შედარებას ვატარებ სანტექნიკის იმაში გამოიძახეთ, იმან გაატარა ეს წყალი წავიდა, ამუშავდა, მაგრამ თვითონ მიზეზი ისე იგივე რჩება. აქაც მიზეზი იგივე რჩება. ის ქოლესტერინი კი შეიძლება ისევ გაგრძელდეს მისი ჩალაგება. ამიტომ თუ ახლა პაციენტმა გაიკეთა სტენტი ოპერაცია და ისევ გააგრძელა ის ცხოვრება, ხო? ისევ განვითარდება ეს არ არის ესეთი ის რომ აი მე კორონაროგრაფია გაკეთებული, ეს აორტოკორონარული შუნტირება, არა. მან უნდა განაგრძოს ცხოვრება ექიმის დაკვირვების ქვეშ. აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ეხოკარდიოგრაფია, აუცილებლად უნდა გააკონტროლოს თავის ქოლესტერინი, შაქრიანი დიაბეტია თუ სხვა რაღაცა და რა თქმა უნდა ისევ ცხოვრების წესი აუცილებლად ეს არნიშნავს რაღაც ოპერაცია ჩაიტარდეს, დაჯდეს და ვაიმე ოპერაცია მაგ გაკეთებული და ფეხი აღარ ან დავლიოთ, ხო, ნუ დალევეთ უფრო ეშინიათ ხოლმე. აი სიგარეტს ვერ ანებებენ. მე ბევრი პაციენტი ყავს, აი თო მეზობლებიც ისინი, მაგრამ ვერ ანებენ. აი დალევას კი უფრო მე აღარ სვამ. აი ეს სოხერი, ეს სიგარეტი ვერ მოვიშორე თავიდან რა. ამიტომ ამ დროს რა თქმა უნდა ეს გამათხელებელი კარდიომაგნელი იქნება თუ ეს ასპირინი, მუდმივად უნდა მიიღოს თუ რაღაცა გართულებები არ აქვს მის მიმართ და ასევე ქოლესტერინი მუდმივად უნდა მიიღოს, აი ესეთი რო ვეუბნები ხოლმე, არ მოწოთ, მაგრამ ეგრე არის. მუდმივად უნდა მიიღონ ეს და წნევა უნდა გააკონტროლო, რა თქმა უნდა, კი აი ეს პაციენტებს. კი ბატონო, ეხლა ხსენეთ ქოლესტერინი და მინდა ძალიან თქვენ შემომთავაზეთ და მე ძალიან მინდოდა მითები ქოლესტერინთან დაკავშირებით რო ვთქვათ, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან ბევრი მითია ქოლესტერინთან დაკავშირებით, ხო, იქ რაღაცა საკვებზე და იმაზე და ამაზე. ხო, მითები კი რამდენიმეს მოგახსენებთ, აი მაგალითად ერთი მითია, რომ ესე იგი
თუ მე ვიცავ დიეტას, რაღაც ჭირდება მე ქოლესტერინის მიღება. და ვიცავ დიეტას, ვარჯიშობ ყველაფერი. ეხლა მოგახსენეთ, მე არ მithქვამს და ეხლა მოგახსენეთ, რომ ეს ქოლესტერინი თვითონ სიცარღვე მიდის ორი გზით. ერთი გზით ღვიძლი გამოიმუშავებს ამას და მეორე საკვების გზით, საკვების გზით. ესე იგი, როდესაც ეს პაციენტი მას გონია, რომ ეს მარტო საკვებით შედის და კი, როდესაც იგი დაიცავს დიეტას, ეს დამატებითი ქოლესტერინი აღარ შევა, მაგრამ აგერ შეიძლება მიიღოს მან ნახშირწყლები და ღვიძლი მას გადარქმნის ქოლესტერინად. ამას უკვე მას ვეღარ ფიქრობს. ეს არის მითი, რომ შეიძლება ასეთ პაციენტს თავის დაიმათ, მერე წუწუნებენ, რომ აი მე დიეტას ვიცავდი ყველაფერს, მაგრამ აი მაინც დამემართა, ხო? იმიტომ რომ ეს არ იღებთ, ამიტომ უნდა გაიზომოს ქოლესტერინი, ეს არ ნიშნავს, რომ ის დიეტაზე არის. ზოგი არის, აი ის რამე სჭამს და ქოლესტერინი არ აქვს და მე აი არაფერი სჭამ და ქოლესტერინი არ აქვს. ესეც გენეტიკური ამბობთ რომ ის ჭამს რაღაცას და ამას გონია რომ რასაც ჭამს იმას ქოლესტერინი კი, რა თქმა უნდა, ესეთი ხო. ერთი ეგ არის. მეორე არის რომ აი მოხუცებში აღარ უნდა ისა რა ქვია ქოლესტერინის მიღება. მოხუც ხო უნდა სიცოცხლე არა? ხო და სიცოცხლე თუ უნდა სიძარღვის კარგი უნდა კონდეს. თუ არ მეიღებს ქოლესტერინის დამწევ საშუალებას, მალე გაიბიძნება და იგივე პაციენტი ცუდი შედეგები გვექნება. ამიტომ თუ სიცოცხლე უნდა ქოლესტერინიც უნდა მიიღოს. მესამე მითი არის რომ აი ეს ცუდია, ქოლესტერინი ცუდი არის, რომ იგი იწვევს ღვიძლის დაავადებებს, სისინეს, თავის ტვინის დაზიანებას. ეს არის მართლა მითი, იმიტომ რომ ჩატარებულია ძალიან ბევრი კვლევები და ნუ ეს რაღაცა ძალიან 1-2% არის გართულებები, იგივე ღვიძლის მხრივ, იგივე სიმსივნის მხრივ. მაგრამ ძირითადად ჩვენ უნდა შევადაროთ სარგებელი რისკთან შედარებით. ახლა წარმოიდგინეთ, პაციენტს როდესაც აი ესე ვთქვათ, აი დაიცვა მე ღვიძლი და აღარ ვიღებ და უვითარდება ინსულტი. თვითონ ხო მოსავლელი ხდება, არა თავისთავად თვითონ ვეღარ უვლის და რამხელა დიდი ზიანია თვითონ ოჯახისთვის, თავისთავისთვის, ხო, ასეთი რაღაც. ამიტომ ეს არაფრით არ უნდა დაუშვათ ჩვენ რომ და ქოლესტერინი საჭიროა არ არის რომ არ მივიღოთ ხო ესეთი. ქოლესტერინი საჭირო არის და როგორც გითხარით, ბევრი პრეპარატი არის უკვე, ძირითადი პრეპარატებზეც მოგახსენებთ, ეს არის სტატინები, რომლებიც ესე იგი აბლოკირებენ ფერმენტს, რომლიდანაც ესე იგი ხდება ქოლესტერინის წარმოქმნა. მეორე ძალიან კარგი პრეპარატია და მე ხშირად უნიშნავ პაციენტებს, ვისაც ჭამა უყვარს განსაკუთრებით, ეზიტიმიბი არის. აი ზუსტად ეს ეზიტიმიბი ბლოკავს საკვებისგან მიღებულ ქოლესტერინს. და ამიტომ არის ესეთი კომბინაციები სტატინთან ერთად ძალიან მიყვარს, პლუსი ქვია ხოლმე ესეთი ხოს და ეს ორივე გზას ბლოკავს ასე რომ ვთქვათ. მაგრამ როგორც მოგახსენე, არის ესეთი ოჯახური ქოლესტერინებია, როდესაც ვერ შველის ეცენის სამწუხაროდ, ან ზოგჯერ ვითარდება აუტანდობა. პაციენტს აღარ შეუძლია ვთქვათ ქოლესტერინის მიღება, განსაკუთრებით იგი ავითარებს კუნთების სისუსტეს ხოლმე, კუნთების ტკივილს ხოლმე და ამიტომ არის ხოლმე მომენტები, როდესაც ხდება. აი ამ შემთხვევაში ხდება ძალიან კარგი არის ის ინკლისინანი, რომელიც მოგახსენეთ, რომელიც არის ინექცია და კეთდება ორჯერ წელიწადში, ნუ პირველად ჯერ სამჯერ და შემდეგ ორჯერ და მართალია თავისუფლად არ არის, მაგრამ მაინც შესაძლებელია დღეობით საქართველოში მისი მიღება აი ესეთ პაციენტებისთვის, რომელსაც ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია ან აქვს ვერ იღებენ აი სტატინებს რაღაც გართულებების გამო აი ამ პერიოდში. კი ბატონო. პრინციპში ვისაუბრეთ ჩვენ ქოლესტერინზეც. ნორმალური რა არის ნორმალური დოზა თუ რაოდენობა რაც უნდა იყოს ქოლესტერინის და რაზე ზემოთ ითვლება უკვე რომ მომადებულია? ანუ ესე იგი ჩვენ ძირითადად ახლა აქცენტს ვაკეთებ დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინზე. ესე იგი ის უნდა იყოს გააჩნია თვითონ რა რისკის პაციენტია, რომელსაც უკვე გქონდა გადატანილი თქვათ მიოკარდიუმის ინფარქტი ან ისუთ მაგათ უფრო ნაკლები დონე აქვს. საერთოდ ნორმალური ადამიანისთვის დაბალი ქოლესტერინის დონე უნდა
უნდა იყოს 150-ზე ქვემოთ. მაგრამ აი ვისაც უკვე გადატანილი აქვს მისი დონე შეიძლება 100-ზე ნაკლები იყოს და იდეალური ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს 70, 75, 50-მდეც. აი მაგალითად არის ესეთი ცნობილი კარდიოლოგი ბრაუნვალდი, რომელსაც ვერ ხედავს, რაც უფრო ნაკლები იქნება ეს დაბალი მოლეკულური ქოლესტერინის, მით უფრო კარგი არის ესო. გარდა ამისა არის ასეთი პრეპარატი, მე ვახსენე ანთება, რომელსაც აქვს დიდი მნიშვნელობა ამ ინფარქტის ჩამოყალიბების დროს და ასეთ შემთხვევაში არის ესეთი პრეპარატები, რომლებიც ქვემოთ წევს ანთებას. ეს ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, როდესაც ესე იგი ცერიაქტიული ცილა არის აწეული ამ შემთხვევაში. თვითონ ეს სტატინებს ქვემოთ მოქმედებენ ამ ანთებაზე და ასევე არის ესეთი პრეპარატი კოლხიცინი, აი მაგაზე ცდები და სტატიაც გვაქვს დაწერილი, რომელიც როდესაც აი ქოლესტერინი დაბალია, მაგრამ ეს ანთება არსებობს, ძალიან კარგი პრეპარატია და ჩატარებულია მრავალი ცდები, სადაც აჩვენა მან თავისი ეფექტურობა. არის კიდე სხვადასხვა პრეპარატი, კინაკუმაბი, რომელიც მაგრამ ამცირებს დავუმატებ ალბათ, რომ ეხლა მაყურებელი რომელიც ამას ისმენს, მისი პირადი ექიმის გარეშე არ უნდა მიიღოს არანაირი პრეპარატი. რა თქმა უნდა, ასევე მადლობა ამ შეკითხვისთვის და გახსენებისთვის, პაციენტმა არ უნდა თვითნებურად შეწყვიტოს წამლების მიღება. არის ხოლმე აი პაციენტები მოდიან და ექიმო აი თქვენ მითხარით ერთი თვე რაღაცა და აი მე ისა რა ქვია ხო აი სანამ შევწყვიტ ერთი თვე მივიღეთ და ჯერ ხა ექიმას არ უნდა უთხრას რომ აი ერთი თვე არა ისეთი წამლები რომელიც ხანგრძლივი დროით უნდა მიიღოს ხო არ უნდა მიიღოს და პაციენტმა კიდევ არასდროს თვითნებურად არც უნდა მიიღოს ახალი პრეპარატი და არც უნდა შეწყვიტოს ეს პრეპარატები, რადგან არ გავითარდეს დინამიური პროცესები და არ მიიღოს ცუდი შედეგი. კი, ანუ ჩვენ ხვალ ვლაპარაკობთ ახლა ვიტამინის მიღებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტობრივად სიცოცხლისთვის აუცილებელ პირობაზე და აუცილებელ პრეპარატზე და ამიტომ არაფერი არ მიიღოს ექიმის დანიშნულების გარეშე. პრინციპში აქ მე რაც მინდოდა, რაც ძალიან მაინტერესებდა ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ და მე მინდა ერთი ბოლო კითხვა დაგისვათ ესეთი, რომ თქვენ Facebook გვერდზე დაწერეთ რაღაც სტატუსი, რასაც თქვენ სტუდენტებზე საუბრობდით და რაღაც ამონარიდი იყო ერთი, რომელიც ძალიან მომხვდა თვალში და იქ ეწერა, რომ ექიმის პროფესიას ეუფლებენო ეს სტუდენტებიო და ექიმის პროფესია სიცოცხლის გადარჩენის ხელოვნებას, თანაგრძნობის ენას და იმედის ნათელ წერტილს. ანუ ესე აღწერეთ ექიმის პროფესია. და ეს ძალიან ესეთი იყო ჩემთვის, რაც სხვანაირად მომხდა თვალში, იმიტომ რომ ეხლა მე თუ რა თქმა უნდა სხვა ექიმების იმაში არ შევდივარ, მაგრამ რაღაცნაირად ჩემთვის საქართველოში ხშირად ვხვდები ხოლმე ექიმის გულგრილობის პრეცედენტებს რა, პაციენტებთან მიმართებით. და ნუ საკმაოდ ცოტა ხნის წინაც თქვენ იცით, ეგეთი შეგრძნება მქონდა მე, რომ ექიმის გულგრილობის გამო მოხდა რაღაცეები. ჩემს საკუთარ თავზეც გამომიცდია და ეს რას ნიშნავს ექიმის პროფესია და როგორ უნდა იყოს ნამდვილი პროფესია ექიმი რა, ანუ აი ჩემთვის მგონია მე რომ ადამიანი თუ ექიმი არ იბადები პროფესიად, არ უნდა წახვიდე მანდ. რაღაც ეს სულ სხვა რაღაცა არის საერთოდ რა. ნამდვილად შენიშნეთ ეს ექიმი პირველ რიგში უნდა იყოს ადამიანი და ემპათია უნდა გაარჩნდეს თავის პაციენტის მიმართ. მას თუ პაციენტი არ უყვარს, არ განიცდის, ჯობია საერთოდ დაანებოს ბევრი ჩემი მეგობარი, რომელთან ერთად ძალიან აკადემიური მოსწრებაც ჰქონდათ რაღაცა, მაგრამ ვერ შეიჩვნენ, ნუ რაღაც. იმიტომ რომ ეს ექიმობა მოითხოვს ძალიან დიდ ემპათიის გამომუშავებას. ზოგჯერ არ ახარ ხასიათზე, მაგრამ იქ შენ პაციენტს არ უნდა დაანახო შენი თქვათ რაღაცა ცნობები და უნდა განეწყო მასე. ასევე არის მე უყურებ სტუდენტებსაც, რომლებიც აი ჩვენთან ევროპის უნივერსიტეტში ვარ პროფესორი და შორეული ქვეყნებიდან ჩამოდიან, ინდოეთიდან, არაბეთიდან, იემენიდან,
და ამერიკიდან ძალიან მრავალი ქვეყნიდან რა. წარმოიდგინეთ, ეხლა 20-23 წლის ბიჭები, გოგოები, არავინ არ ყავთ ხო იქ და უნდათ რომ შეისწავლონ ეხლა, აბა რატო წამოვიდნენ ეხლა ამ ხელა ქვეყნიდან და იქ ვერ მოხვდნენ რაღაცა და მაინც ისე უნდათ რომ ეს ექიმები გამოვიდნენ რომ ჩამოდიან აქეთკენ. და ეხლა ესე მიუდგე, აქაც მე მაგათ გავიხსნა როგორც პაციენტებს, ასე რომ ვთქვათ და რაც შემიძლია, გარდა იმისა, რომ ცოდნა მივაწოდო, ასევე მინდა რომ მათ რაღაც შევდივარ კონტაქტში, ისინი მიყვებიან თავიანთი მდგომარეობის შესახებ, მე არის ხუმრობაც არის ყველაფერი და აი ხა გამიკვირდა ძალიან რომ აი ესეთი ბოლოს ყვავილები მომართვეს ჩემს სოციალში პირველად ყვავილი არავის არ მოუტანია ნუ ჩვენთან ნუ საქართველოში ხლა არ არის ეს მიღებ ხო მამაკაცები და პირდაპირ დავიბენენ ნუ რაღაცა მაგრამ აი ეს ყველაფერს ანაზღაურებს აი ის თვითონ ეს მინდაც ეს ჟესტი რომ აი ესეთი ყვავილები ის მოწერები რომ ჩვენ აი ესეთი კმაყოფილი ვართ იგივეს უდრის რაც აი მაგალითად დღეს პაციენტმა დამირეკა მისმა ცოლმა რომ აი თქვენ გადაგვირჩინეთ რომ აი მაშინვე მიხდით ეს პაციენტს რომ სტენტი ჭირდებოდა და აი ეს მადლიერება ყველაფერს ანაზღაურებს იმ უძილო ღამეებს ასე რომ თქვა დახარჯული ადრე და იმ ნერვიულობას თუ თითოეული გადაწყვეტილება ხო არ მიდის ისე იმიტომ შეიძლება შენი გადაწყვეტილებით გადარჩენის მაგივრად პაციენტი დაღუპო ხო ასეთი რაღაცა არის და ამიტომ ეს არის ადამიანური ურთიერთობები და რისთვის ცხოვრობ ჩვენ ადამიანური ურთიერთობებისთვის აი ეს არის მთავარი ჩემთვის და ალბათ ვინც დარჩენილია ხო სამედიცინო სფეროში ეს უნდა გქონდეთ თორე მაშინ ეს იქნება წამება მათთვის თუ ეს ემპათია არ აქვს ამ პაციენტების მიმართ ეს იქნება წამება და ჯობია თავიდან ამას იცით რა არის აი მე მრჩება ხოლმე ხანდახან შთაბეჭდილება რომ აი ხო იყო რომ იმ სამედიცინოზე ჩაბარება ძალიან დიდი პრესტიჟი იყო რა თავის დროზე და ყველა სამედიცინოზე აბარებდა ან იურიდიულზე და მე რაღაცნაირად ეს ექიმების შვილები ვინც ახლა არ ვიცი დიდი ექიმები არიან ცეკვე მე მათმა შვილებმაც რაღაც ავტომატში ჩააბარეს სამედიცინოზე იმიტომ რომ ოჯახის გზას გააყვნენ რა და შეიძლება არ უნდოდეთ იმ ადამიანებს ექიმობა უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცა ხო არ ეგეთი მაგალითები ოჯახის ხო და მე ისე თქმა მინდა ისეთ რატო ლაპარაკობ ამდენს რომ ეს პროფესია მგონია ზე აღმატებული რაც ადამიანმა შეუძლია პროფესიაში გააკეთოს საერთოდ პროფესიას როცა ირჩევ იმიტომ რომ ეხები ადამიანის სიცოცხლეს და ფაქტობრივად როგორც თქვენ თქვით ერთი ნათქვამი, ერთი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ან კარგის მომასწავლებელი, ან ცუდის მომასწავლებელი და ვინც ამას ან ეხა ირჩევს, ან არის ექიმი, არ ვიცი რაღაცა განსაკუთრებულად მინდა ვთქვა რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს მაგ საკითხს რა და რაღაცა იქ რომ პაციენტი შემოდის თუნდაც ერთთანი რო ხარ და რაღაც ინფორმაცია რო ჭირდება შენგან და შეიძლება აი ერთმა სიტყვამ დაამშვიდოს ან რაღაცა Google-ად არ უნდა გაუაროს და არ უნდა უთხრას რომ ხა არ ვიცი და ექიმს დაელოდე და გეტყვის ან რა აი ხო ხდებით რას ვამბობ პრემიერ ექიმთან ჯამრთელი და აბსოლუტურად ჯამრთელი ადამიანი თუ პროფილაქტიკის გამო არ მიდის უბრალოდ გადასინჯვის გამო არ მიდის რომ არ წავა ხო იქ ყველას ჭყალებში უჭირს ხო რაღაცა პრობლემა აქვს და ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს ანუ აი დამეთანხმება ალბათ ყველა ადამიანი რამდენს ნიშნავს როცა ექიმი სხვანაირად მოგიდგა და სხვანაირად გიუყურებს და ძალიან დიდი მადლობა თქვენ მაგ დამოკიდებულებისთვის როცა ემპათიას ახსენებთ პირველ რიგში კი ეს გეტყვით რომ ეს არ არის დამოკიდებული მაინც და მაინც თქვა ძალიან ბევრი ჩემი ამხანაგები რომელთაც მშობლები გამოჩენილი ექიმები პროფესორები ყავდა თვითონაც ამ გზას დაადგენ და ძალიან კარგი ექიმები ხა პერსონალურად არ ჩამოვთვლი და ასევე თქვა ვინც არ ყავდა და მაგრამ არ ედო ხა იმას ბიზნესი უნდა და რაღაცა უნდა და არც ყოლიათ ხო მშობლები და პირველად იყვნენ რაღაცა მაგრამ ვერ აიღეს არ მოეწონათ ესეთი და თავიანთ გზა ნახეს ასე რომ ეს უფრო კარგი გზა არის იმიტომ იმ თავიანთ საქმეში წარმატებები ნახეს და ზოგი ბიზნესმენია ზოგი თავის საქმის წარმომადგენელია ხო და ეს ჯობია ვიდრე აი ესე თქვათ უკმაყოფილო იყოს თავისი დამოკიდებული და იმას ფიქრობდეს ვაიმე ხა პაციენტი არ მოვიდეს და არ ამ გამომიძახონ მორიგეობის დროს ხო აი ზუსტ
ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. მადლობა თქვენ. საუბარი. დიდი ხანია ვადებდით თქვენ გადაცემას პოდკასტს და მადლობელი ვარ მოწვევისთვის და გისურვებ წარმატებას თქვენაირი ნიჭიერი წამყვანის უფრო დიდი პერსპექტივებს ხედავ თქვენში და იმედია ეს გამართლება და უფრო მეტი წარმატებები გექნება ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა. მე ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ესე არ შევხები ვარ ამ თემას არასდროს და აი მაგიტომაც კითხეთ შეიძლება რაღაც ცოტა ისე არა პროფესიონალურად თუ არა ჟურნალისტურად არა საკმაოდ პროფესიონალური კითხვები იყო და საკმაოდ ესეთი გადაცემა გამოვიდა, რადგანაც ჩვენ შევეხეთ ძირეულ პრობლემებს, რომელიც სიცოცხლე სიკვდილის საკითხს ეკუთვნის, ესე იგი არტერიული წნევა, მიოკარდიოს ინფარქტი და ათეროსკლეროზი. ეს არის ძირითადი ადამიანის სიცოცხლის გამომცვლელი სამი დიდი პრობლემაა ეს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს ასევე უნდა ვთხოვო რომ თუ უყურებთ ცოდნის მოყარე პოდკასტს და არ იწერთ YouTube-ის ან Spotify-ის გვერდებს ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ რომ გამოიწეროთ, იმიტომ რომ ბევრჯერ მithქვამს და ეხლაც ვიტყვი რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არხის ზრდისთვის, რომ ბევრ ადამიანამდე მივიდეს, ბევრ ადამიანმა უყუროს და ბევრი ადამიანს ქონდეს ისეთი ინფორმაცია, რომელზეც თუნდაც დღეს ვისაუბრეთ. და არ დაგავიწყდეთ ასევე ვიდეოს მოწონება, თუ მოგეწონებათ, რა თქმა უნდა, თქვენი აზრი გამოხატეთ კომენტარებში და ზარის ღილაკს დააჭირეთ, აუცილებლად არ გამოგრჩებათ შემდეგი ეპიზოდები. მადლობა.